ხჩობა. დავიწყეთ? დაიწყებით. ღმერთოჩა. დაიწყებით. ო, მაგარი შეშინებული. მე 253 ტიკტოკერი ხარ, რომელიც მოვიდა ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა მეგობრებო, თან მიესალმოთ, მაყურებელს მიესალმოთ. მოგესალმებით, როგორც კი სტუდიაში ჩემს პუბლიკას, ჩემს გამომწერებს, მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან მიყვარხარ. როგორ ხარ? თარ. დაუბრუნდით სტუდიაში, დაუბრუნდით. ჩვენ გარეთ გვინდოდა გაგდანა. არის დღეს ხავერდოვანი ისა, ანუ ვიდოდა მე თქვა რა. ხო. ანუ ხავერდოვანი ხმიანი აი რაღაც ეგეთი მინდოდა, მაგრამ ლევ უეჭველი და დანარჩენი რა შეიცვლებოდა? ხავერდოვანი კაცი, ხო. არა და რომ მოვედი ცენზურას არ ვარგობთ მითხარი და პირდაპირ. კალა დღეს არის ძალიან ხავერდოვანი დინჯი და აი რაღაცა ისეთი აი რაღაც. თქვენ კომენტარებში დაწერეთ აჩიკოს გასწორებული განათება როგორ მოგწონთ. მიმიშვით სტუდიაზე, მიმიშვით განათებას და მე თქვენ განახებთ რა არის ხალხი. ჩემთან უნდა მოხვიდე და უნდა დამეხმარო მაგაში უეჭველი თორე დარხეული გქონდეს. არაა პრობლემა. სტუმრის წარდგენა გააკეთე ხოლმე. შენ კარგად გამოგდის, რატო არ აკეთებ? მე დაპირისპირებული ვიყავი ამ კაცთან. აუ რა გაიხსენა ბიჭო, აი გულში ჩადება. მე ხო შერიგდით. კომპანიის მე ხო შერიგდით. ეგ კომპანია სხვა შორის აღარ არსებობს გაიგე. დედაეტი რა თვიცი ხო. ლოგიკურია რა დედაეტი რა. არ მიგვირს. შენი ფული წაიღო. აღარ იდადო. შენს გარდა კიდე არ გადაუხდიათ ისე შენ წაიღო. ჩვენ მაგათი ლეპტოპ, ტატოს ლეპტოპი აქ მაგათი არის. ხო და მე დაპირისპირებული შენ წაიღო. როგორც ტიკტოკერი. როგორც ტიკტოკ. მოკო იუთუბერებში გავდივარ რა. მათ შეხო თქვი, აქ უნდა იყოს. გააკუებთ ორ ვიდეოს და იუთუბელი ვარ კი არა. აი ესა. შეხო თქვი. ხომა ჩადეთ ჯერ ბიჭო. ბაზარი არა. შეხო თქვი რომ საბაჟო უნდა იყოსო YouTube-ისო აქაურობაო და მოვედი ხა ამ საბაჟოზე. ძალიან გთხოვ, როცა ელაპარაკები გიორგის ზემოთ რო ახედო, ანუ არ შეიძლება ახლა ეს ტოლსტორად. არა, მათ ეგრე არა, გაჩვენე. ხო, აი ესე რომ ზემოთ და. ცოტა მოიწია. მახა ჩახედე, აბა რა უნდა იკითხე. მე რას ვახეცი რა. თქვენი გადაცემა ნანახი ვაქვთ ეს ფურცლები რო გიჭირავთ ხელში. დაფები. ჩვენი სტუმარი მოგეხსენებათ მეგობრებო, TikTok-ზე არის როგორც მანდრეინი, YouTube-ზე როგორც ბროები, კი ბატონო. ასე რომ ისე გიორგია რა. სამი კაცი იყოფთ ფულსა? ფულს ვიყოფთ არა, ჯერ სესხით დავიწყეთ ვაფშე YouTuber-ობა, მაგრამ ჯერ სესხს იყოფ. სესხს ვიყოფთ ხო. გიორგი, თუ გაქვს გასიგრძეგანებული ის ყველაფერი, რომ აი ეს ბევრ ადამიანი YouTuber-ები, YouTube არხები, დიდი ხანი ვერ გაჩავენ ხოლმე. ვიცი და იშლებიან. აჰა, და აი რამდენად მზად ხართ. ეხა სადღაც კიდე ორნი დარჩნენ მე მგონი. კი, ვიცი სადაც დარჩნენ ორნი. ჩვენ მაქსიმუმ მე ვთქვი, რომ ჩვენ მაქსიმუმ გავკოტრდეთ რა. All-in შეხვედი? როგორც ტეტრის მოუვიდა რა. ტეტრის არ გაკოტრდა კაცო რა. ფული ვერ გაიყვეს. არა, ჩვენ ფულის გაკოფაზე ფულს ვერ შოულობთ, ეგა პრობლემა, გაკოფამდე არ მივდივართ. ბიჭო, ფულის ანუ ყველას ტეტრისის დაშლა. ნოევნები ყველას მაგას რა, გეხვეწები რა. რაზე? ფულს ვერ გაიყოფთ და გეხვეწები. აი რა. არა, მან იცი რა არის თემა. ბიჭო, რა ვის უთხარი და არ გამართლდა. მაგრამ ტეტრისის დაშლამ სამი კარგი ადამიანი გვაჩუქა ცალკე რა. ეხა ის ერთი რომელია ცუდი, მაგას არ იტყვი, ხო? არა, როგორ არ ცუდი არა, სამი კარგი აქეთ ამხარეს, იმიტომ რომ გაბუნია მონტაჟებში არის რაღაც გადაცემებზე და კარგად ამონტაჟებს. ვის ამონტაჟებს იცი? ვიცი, ხო. ცოტნეს და იმათ რა. ცოტნეს და გუნდიშეს გადაცემას ცალკე რაბანა იმენა კაცი კაცური. კაცი GoPro 13-იანი. მართლა ძალიან. მე ბენიც იგებს რაღაც ვიდეოებს. და შენი ფავორიტი ბენი. და ბენი? და ბეკა უბრალოდ არ აკეთებს არა. ბეკა ხო და მაგას ვახი, ბეკა უბრალოდ არ აკეთებს. არა, ბენი უკვე TikTok-საც აწვევა აქტიურად. აი ხა ბენი ხან იმას მეაწვევა, ხან იმას მეაწვევა, ხან იმას მარტოსული არის კაცი და რასწორებას გააკეთებს. მარტოსული ცუდი სხვა არის. მარტო არის კაცი და რასწორებას. ხო, მე. რაბანა ხო და სამი კარგი ერთად უფრო ცუდი სამი კაცი ყავდა. საქმისთვის. მართლა გეუნები, ვიდრე ეხლა სათითაოდ. მე მგონია რომ ჩვენ სამნი ერთად უკეთესები ვართ თვითონ. ვინ ჩვენსა? ბროები. აი და მე სპონსორი რო გამოჩნდება, ეხლა აქ რატო ვარ ვიცი რა. აი ეს არის სპონსორი. ახლა გამწყდეს ხან GoPro-ს და ხან ყალეს. სპონსორი რო გამოჩნდება რა, ხარკი რამდენი უნდა მოვიტანოთ თქვენთან თქვენ. თქვი პირდაპირ 10 კატი რამდენი გინდა? ვიცი აქ რატო მომიყვანე. მე რო სპონსორი მომიყვანა, შენ პატივი მცე 25%. ეგ ვაფშე არ არის 10 კატი რა. 25 გეკოფა? ისე, მოდი. გიორგი მარტო ქეშს იღებს. ხომ რომ ის არის რა. ტვის თუ ტყავთ ამ მედოთებით. რაღაც თემებს მაქვს მომზადებული. როგორ თემებითო? შეიქან მომზადებული. უკვე ანუ ჩემთან მოემზადა მაინც და მაინც. წლებია ფუ პოდკასტი არსებობს და პონტია. მიდი დაიწყე, მიდი აბა, რა მოიმზადე გითხარი. არა, კი. მე ვიდა შევეხო, ეხა იყო დაჯილდოება. ვა! #გაჭარასი. ხო.
სად ჩვენ მომზადებული თემაა ეხა თუ აბა სახელმწიფო ძალიან მაგარი პროექტია, აჭარას აცნობ ყველას. სახელმწიფოსგან მიიღებ 150,000 ლარს, 40,000 ლარს, 20,000 ბევრი ფულადი. და რაღაც 2 მილიონი ნახვა თუ რაღაც უნდა დააგროვა რა. ჩვენ და ვინ იყო ისეთი? არ ვიცი მე დანელიასგან გავიგე სტორი შედო იქ მიიწვიეს. ვინც არის ეს ამოიჭრა გიორგი იყო. საოცარი თემა წამოჭრა. საოცარი. არა, დარკნეტში გადაინაცვლა ამ რა ქვია ეპიზოდმა. 150,000 მოიგეს ძალიან მაგარი. 150 მოვიგეთ, ეს კი გავისტუმრეთ. სამთავრობო ის არის, სახელმწიფო ის არის რა. პროექტი. არ შემოუთავაზებია ჩემთვის. მე რომ მკითხო მაგალითად ჩემი თანხა სწორედ დაიხარჯა თუ არა მაგ შემთხვევაში მე ვიტყვი სწორედ დაიხარჯა იმიტომ რომ ძალიან ანუ ახალი კონტენტ კრეატორი გვაჩუქა საქართველოს ვინ ის გოგო სახელმწიფო ამდეც იყო კონტენტ კრეატორი დებდა რაღაცა ანუ უფრო ბევრმა გაიცნო მაგითი თუ მე აჭარაზე გავიგე ბევრი რა იმიტომ რომ შენ ანუ ფული სადაც მიდის ის გაინტერესებს მარტო ისე არ უყურებ ხალხს. ამ გოგოსთან წავიდა ეს ფული. აუ გული დაწყდა ეხა ამას ვა. არა, სტოპისეტიში ცოტა ფული არ არის შეჩება. კი ბატონო. $70 დოლარა რა. იმას მოიგო TikToker-მა, ამიკო ზარქუამ. ეგ TikToker-ია თუ YouTuber-ია? იქაც უკვე TikToker-ია, იმიტომ რომ YouTube-ზე არაფერი დაუდია. ხო, მეორე ადგილზე გავიდა ამიკო. TikTok-ზე იყო ეგ კამპანია, ანუ. არა, Facebook-ზე. ყველაფერი იყლებოდა. ალექსანდრე ძალიან აქტიურად უყურებდა ხოლმე ზარქუას. მე მეც უყურე მაგის გამო რა. მაინტერესებს. დღეს დამაყვა ალექსანდრია. ძალიან კარგი არის რა. მართლა ერთ-ერთი. ჩემაჩიკო შეხვდა ეგეთი დაუმსახურებელი კრიტიკა ძმაო. აჩის? იმაზე რა, ლორიას კაკოს ეპიზოდზე რომ. ესო აჩიო, ბიჭები რა საინტერესოდ ლაპარაკობ. ჩემ ბიჭო სად ნახე ჩვენ საინტერესო ლაპარაკე ერთი. მე ამათო ფეხებზე კიდია თუ. გინდა ერთ 3 წლის წინდელი რო დავიწყეთ. ერთ-ერთ პოდკასტ ჩაგიგდეთ, מחარ როგორ იქცევა და აი ეხა თუ ფეხებზე კიდია და მაშინ არ ეკიდა. ანუ როგორ რაღაცაზე საყვედურობენ, იცი რომ ბიჭო ადრე სხვანაირები იყო. რა ვიყავით ისინი ვართ მართლა. იმაზე რა ქვია, აჩირო ყავს სტუმრად. ამას წინათ ანუ უყურებდი, აჩირო ყავს პირველად სტუმრად რა, დიღაბით თუ რაღაც თუ ნახეთ ეგ ეპიზოდი იმაზე, სპორტის აგენტებზე დევს. არჩი מחარას, რაღაც Bluetooth-ის უკეთია ნაუშნიკი და მალე მოვჩეთ. ეხლა აი არაფერი არ აინტერესებს. 25 წუთში მთავრდებოდა გადაცემა და ეხლა ბიჭებო ეს თქვენ არ შეგეკფერებათ ესეთი დონე თუ რაღაც. არა ეგ რაღაც არა ეგ სხვაშორის ბევრი ჰეითერი გამოგვიჩნდა, იმიტომ რომ თან ახალი გაკეთებული აკაუნტებია. რაღაც აი განსხვავება პროსტა რა מחარა როგორ დაიწყო და ამუღავე? რენდომ თემები ბარიო თუ რაღაც და მე თემები მომზადდა. კალამ როგორ იმას ხდა რომ წინაზე რაღაცა კომენტარებში დაიწერა. ეგ კომენტარები რაც არა რაც დაიწერა რაღაცა იყო მან სიმართლე კი არა მარტო ის არ ყოფილა. ხო და מחარა რატო გადაი შენა გააჯვი ხა აქეა ბიჭო. აი მე რა ხავერდოვანი ვიყო ზემკიდი აი ორივე შორის ხობას შევეცი შეჭემა. ზემკიდია გააჯვი. რაუნდოდა ბიჭო. არა თავიდან დაიწყება. აი მე აი პროჩენა უშენა კალამ არაფერი მეტი არაფერი გამიგე. კალამ რა მაგრა აი ჩემი სახელი როგორ გამო აი კონექტორი იყო თან წოვდა შეჭემა. შენ როგორ დაიწყე რომ ხარიდი ნახვი როგორ დაიწყე შენ ნაპოზა მე შეშნებული ვარ ჩემზე როდის გამოგატმო ხელი არ დამა ხმას არ ვიგებ ჩუმა და შენ რა გინდოდა წინაზე რაზე მოიც ერთ წამი რა ერთი წამი კაცმა თქვა ჯერ ესეთი ზდილობა მოითხოვს თუ პროდიუსერსაც და მეორე კიდე ბრენდონ თემს და რაღაცაზე ისო ვაო და მე მომამზადე რონდონ თემებიო და რა რონდონ თემა მომამზადე თქო ამოჭერი ეხა მე წეღავს გვი ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და ამოჭერი მაშინ დაიქათა ბაზარი სიმართლე ხახო იკარგება აი ამათგან, აი. ეგ იცოდეთ. ახალი თემა მაქვს კიდე მომზადდა. მოიც აჩი მითქვას ჯერ. არა, მაგის თქმა მინდოდა რომ ბოლომდე ის არ იყო მეთქი, ანუ რაღაც სიმართლე იყო რა, მაგ კომენტარებში, იმიტომ რომ არ იყო იდეალურად მომზადებული თემები. კი ბატონო. გარე სივრცეში არ იყო მორგებული, გარე სივრცეზე ეგ თემები. ბევრად უკეთესად შეიძლებოდა რა თქმა უნდა რა, ანუ კომენტარები რაც იყო, აჩიკო მიიღო, მე არ მიმიგე. მახარ შენს დაგეჭო სხვადასხვა შორის მანდ. რა დამეჯო, ფეხები გააჩეროსო? არა, მახაროს მაგარი კიდევ ძალიძისო. ტყუანში ლორიას ზარს განახე. დამირეკა მე მაგ საღამოთი საათ ნახევარი ვიჭორავე. ოღონდ მართ ბიჭო ეს კაცი არის აი მე მინდოდა ძარო აქ მოსულიყო რა. აქ უფრო ძალიან თბილი გარემო იქნებოდა და უფრო გაგვისწორდებოდა რა. აუცილებლად მე-13 იქნება ლორიას სტუმრად დახურვისას ამ გადაცემისა რა. ხურავ შეჩემა. არა, მაგრამ კაი ხან გაგზავნა. ამიტომ ჯერ წეღან უსაო, מחაროს კიდიაო და არაო ბასკეტი. ახალი რენდობთ. ეხა გასკდა ინფორმაცია. თქვი რა გასკდა. დიდი რაოდენობით დოლარი იშოვება. ანუ ვიღაცებს შეუძლიათ რომ დღეში
აი ეს თაფ 600-700 იშოვონ. რით როგორ რითი? აი დამიტყი? დამიტყი რა არის? შენ თამაშები დამიტყი. ლაივში რო გადია. და მე და კალამ გახსოვს მე და ხო იყავით გასულები ხო? მაგ დღეს ვიშოვეთ $800. ნიხუიასი $800 იშოვე. შენ აკაუნტზე რამდენი გაქვს? ბიჭო, მოვიტანე. მოდი ერთს. ჩავთოთ ეხლა TikTok ლაივი მაგის დედაცაც. მე მაგ ძალიან კაი. სესხი მაგ გასასტურებელი მე გადავიღე. აუ აი. ვერ იყენებ ესე იგი შენ TikTok-ს სათანადოდ. აუ ლაივში გასვლის დედაც რა არ შემიძლია. არა მე და შენ დავგეგმოთ ხოლმე თამაში. თქვენთან აქტიურად მათხოვრობთ. ეგ რატო არ შე? მე არ გამიტანია ეგ ფული და არის ერთ $500 მე მგონი. გაზომიდეს. გასწავლ გამოტანას და $100 მომეც. თქვენ გადავობდით და ისე მათხოვრობთ და ეხლა. ერთმა ძალიან ცნობილმა YouTuber-მა ამერიკელმა מחარ ეხა ცოტა ხნის წინ გათიშა დონაციები რა. იმიტომ რომ თქვა რომ მე იმ საკმაოდ იმდენ შოულობ ხო? შოულობ იმისთვის რომ ვიღაც ტიპებმა ვარჩევ. Lifetime ეგ ჩვენა. სად არის იცი? აი ჩვენ მენტალობასთან ეგ რაც ძალიან აცდენაში არის, აი თვითმფრინავი რო თეთრ ბოლს ტოვებს. აი მაგის ზემოთ და იმის არის. იქით რო რაღაც ჩანს, აი ეგ არის. შენი საქართველოს რეალობაში შენ არ ხარ მაგისგან შორს. იმ რეალობას არ გადარებ, მაგრამ აი პროსტა რეალობები რო შეადარ. რა რეალ $100 მე უნებოდა გამოტანაშიო. ბიჭო ჩვენ ხო მაგას ჩამიწილე. ჩვენ როდისმე ფული მოგვითხოვია YouTube-ზე არასდროს. ეხა ცუდი იდეა იყო მეთქი მაგას გეუბნები. ხომ სპონსორებს გთხოვ რომ შემოვიდნენ იგივე. ნახე, თხოვ კომპანიას, ვინც სარგებელ, ვიცი რომ ზუსტად სარგებელს მიიღებს. ხალხს რო ეს ფული მოვთხოვო, ისინი სარგებელს ვერ მიიღებენ. აქედან დიდი მოკითხვა მინდა ემიგრანტებს. ეხლა შეიძლება შემწბარები ხართ რომ აი მე რა უნდა, მაგრამ არაფერს არ აქვს. პირველი იუტუბერები ვიქნებით, საიდანაც უბრალოდ მოგიკითხავთ და მალე დაბრუნებას გისურვებთ და არაფერი არ გვინდა თქვენგან. ანუ უბრალოდ მოკითხვა და დიდი სიყვარული. დიხანია გათიშული გვაქვს დონაციები ჩვენ საეჭოზე და ვიღაცებს არა აქვთ გათიშული. გაუტყდა რომ. აი ბიჭო, ეხლა თქვა იმან რა. არიცოდა რომ გათიშული არის და შეიწყდა მაშინ რომ. არა, ყლორშაბათობა კი არა. რაღაც არ ლორიამ ზუსტად აღწერა. ლორიამ ზუსტად ორ შაბათობაში. ორი პელენცუკი რაღაცაით აღწერა, აღარ მახსოვს. დონაციები და აი ეს იმიტოა ძმაურო გავაკონტროლო კომენტარები, ეგ ძალიან თესლია. არა, დონაციები იმიტოა რომ დონაციები იმიტოა რომ ვარდება თემები. აუ, შენთან არის ბიჭო, ეხა გამახსოვს. ხო, არა, არის, მართლა არის, ორ შაბათობაზე. გიო. აუ, ბიჭო, იმენა ერთმანეთს უჭამთ ეგრე გამომივიდა რა. ვახ, ჩემი ბიჭო, ეს ხალხს ისე რო არ უსმენთ, ხალხს თუ ფულს არ ჩარიცხავენ, ეგ ბიჭო, რა შუაშია ეხა ეგ საერთოდ, აუ ეს ამოჭერია ჩიკო რა. რა შუაშია მართლა. აუ მართლა ხალხს ისე არ უსმენ კომენტარებში და თუ ფულს არ ჩარიცხავენ. ბიჭო, ისე ფიქრობდი ხო ჩარიცხავს. ბროების თემაში მინდოდა ჩამერიხლა და იქნებ რაღაცა გვახსენოს თქო, მაგრამ მე დაგვენა. ბიჭო, ისაც გახსენებდი, მაგრამ ნუ ჩაგერიცხა რავი, რატო არ ჩარიცხა. დაგვენა. კარჩ ორ რამეს ვერ ვიტან რა. მე რო ვაკეთებდი TikTok-ის განხილვას, YouTube-ერი რო TikTok-ზე ფულს ადონატებს იმისთვის, რომ თავისი YouTube-ზე გადაცემა დადოს მერე და YouTube-ზე რო ტოპ კომენტარს კითხულობ, ფულით გადახდილი რაღაცით, რომ აი ის ტიპი დააფასე და დაანჩეს ფული რო არ აქვს, იმას არ უსმენ. ეგ არის ძალიან ცუდი. ჩემთან ერთ ლайк. და მწვანე ალამი გამიკეთე კიდე. ეს მინდა დავძინო. ძალიან გინდა? ხო, ნუ რავი ხა. მილიონერი შეფასება არსებობს სიტუაციის מחარ. მე არ უყურებ ეგრე, ნამდვილად. გათიშე, იყავი პირველი და გათიშე. მაგ ფულს არ ვიყენებ ასევე იმაში. ყლეზე რაში იყენებ ეგ ყლეზე კიდე ყველას. ბიჭო, ფაქტი ნახე, მოდი ერთ რამეს გეტყვი რა. ხო მარტივია, ფულს არ იყენებ, გათიშე. მომისმინეთ. ფულს ვიყენებ იმაში, რომ მე ტექნიკა და რაღაცას ყიდულობ ხოლმე, ანუ მაგაში. მომისმინეთ. ანუ მაგდენი გერეცხება. შენ იმედენი შემოსავალი გაქვს ეხლა, რომ ეგ არის ყლეობა, გათიშე. ერთსა კალას გასამართლებელ რაღაცასაც ვიტყვი მაშინ რა. კალას ორშაბათობის ლაივში მაგას და მე TikTok-ის ლაივში დავინახავ ფულს რომ ათხოვრო. გეტყვი რა. მიდი. ეხმარება ეგ დონაციები იმისთვის, რომ პროსტა ფიზიკურად დრო არ ეყოფა, რომ ყველას მოწერილი კომენტარი წაიკითხოს. სამისად რაღაცანაირი ფილტრი არის ეგ, რომლითაც უბრალოდ ვიღაცაებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეკითხვა დაუსვას. არანაირი თანხამად არ არის შეზღუდვა. დიდრებს რა რამდენია. ვიღაცას მეორე დღეს სკოლაში ჩასასვლელი 5 ლარი რო არ აქვს და იმას რო აიღებს და შენ გიდონატებს რომ ლიჯბი კომენტარი წაიკითხოს არასწორი. 1 ლარიც რო დაატონატოს, მაინც კითხულობს კალა და ვიღაცა შეიძლება 50 დაატონოს, უბრალოდ რომ ევასება მაგით. ხო, მაგრამ ეგ ხომ ისი გადაწყვეტილება ხო არ აძალებს არავინ, ანუ რა პრობლემაა. გავიგონა შეიძლება იმდენად უნდოდეს, რომ ჩახსნას ეგ რა პრობლემაა ვერ ვიგებ. თუ ეგ შემოსავლის მომისმინე და გეტყვით ხო შეჩემ. ნახე, საქართველოს ზოგადად ეგ სტრიმინგ საიტები, საიდანაც დადონატება ხდება არ იყო რა. ადამიანები მოვიდნენ გააკეთეს, რომ ესეთ რაღაცა გვინდა, რომ რუსული საიტები დონატდებოდა აქამდე. ეხლა გაკეთდა ქართული. ხო და მაგ პლატფორმის რეკლამაც არის გარკვეულწილად, რომ შეუძლია დამწყებ ტიპს, რომელსაც საერთოდ შემოსავალი არ აქვს,
ეგ საიტი დონატელო ქვია, დონატელო ჯია, მაქედან დაადონატოს და მაგ ხალხს შევპირდით ჩვენ ანუ გარკვეულწილად რეკლამას უკეთებთ მაგას. ფულს იღებ და ორ მაგათ ფულს იღებს. არ ვიღებ მაგაში. თურმე რაში ყოფილა ბიჭო, მაგათგან ფულს იღებს და. არა, მომისმინე. საშემოსავლოდან ფულს იღებს. მაგათგან ფულს არ ვიღებ. ნახე ქართული, ნახე რუსული საიტი, ერთი წამ, რუსული საიტი რო იყო. მას რუსული საიტი რო იყო, რუსული საიტი რადგან იყო. იმიტომ ჩახსნილი გქონდა. ვაფშე, ანუ ძალიან დიდი ხანი ჩახსნილი იყო. რადგან გაკეთდა ქართული, რომ ქართული სტრიმინგი განვითარებული იყო, ეს ხო და ფული არ გამომგვირთმევია ამ ხალხისთვის, პირიქით. იმიტომ რუსული არ ყოფილიყო ქართულს. მეც მითხრეს, მაგრამ მე უარი განუცხადე. არა, უარი. შენ ლაივი არ გაქვს, მაო? უარი გაიცვა, ხო, რაღაც სტრიმინგი, ეგ არის ფორმატი არის, ლაივი მაინც სხვა ფორმატია. ვერჩაუჟდებითო თუ რაღაც არ მახსოვს, ან შეიძლება უხეშეს თქვა. ანუ სტრიმინგი რო კონდეს შენს გააკეთებდი ასე გამოდის რა. კი. მარტივად რა. რა თქმა უნდა ამას საბირი საუბარია. აუ ბიჭო, გავაკეთებდი, არ ვიცი რა. გავაკეთებდი ხო რატო? მე ალბათ არ გავაკეთებდი, პირდაპირ. რა ძალიან რთული არის, აი საშინლად რთულია მგონია. ბრო სტრიმინგი? ხო. რა უნდა ილაპარაკო, ანუ წაიყვანო. როცა ხარ უმარტივესია. აუ, ანუ კლე გამომიყვანა. ძალიან ერთი სიტყვით. პირიქით. ანუ მე გამომიყვანა. ეს გადაცემა ხო ხავერდოვანი მე დაიწყო. ხავერდოვანი ხო. საუბრით. არა, ტატო და კალა რო ხარ, ტიპი რომელიც ბლადუნობ რაღაცეებს და ვითომ ტოპ მეკარემ ჩვენმა განაცხადა რომ ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი და ეს არის უბრალოდ გართობა და როცა ესე გაფასებენ და ბლადუნობ მართლა რაღაცეებს იქ თემები გადამოშლილი და მეორე სცენები ის არის რა მარტივია მაგ დროს როცა ხარ პროფესიონალი და მართლა უდგები ფეხბურთის თემას ისე რომ მნიშვნელოვანია ყველა კომენტარი რომ სულ უფასო დაიწერო შეიძლება იმ კაცმა იმდენად მნიშვნელოვანია დაწეროს რომ შენ იმაზე კომენტარი გააკეთო სერიოზულად ეს არ აქვს ამათ რა ამათ ლიცინი ორშაბათობა ჭუჭუყლეობა აი რაც არის ეგ არის რა აუ ეხლა მე აგაში ვერ დაგითანხმები ეხლა ვერანაირად რა ჭუჭუყლეობა არ არის ორშაბათობა მე თუ მგითხავ მე მაგრამ ის შენ რომ დამეთანხმო შენი აზრი უნდა მაინტერესებს თელი ბაზარი არა თელი კვირა ვანაწილებ ორშაბათობას უყურებ ისე ასწავლებს რა მოусმინე კაც ან მე ცოტა მიკერძოებული ვარ იმდენად კიდია რომ თელი ანუ ერთიანად ვერ უყურებს ბიჭო ძალიან დიდი თულია 4 საათია დაფეთქებული 4 საათი თულია ეს დეგვებას უყურო უნდა გადაანაწილო ეს ყოველდღიურად მას ერთი ორშაბათი და მეორე ორშაბათამდე მყოფნის ბიჭო ძალიან დიდი პატევია ადამიანი 4 საათი რო გისმენს ანუ ძალიან დიდი აქტივი და პატევი მაგას ქვია ვინუჟდენი რა ეგეთ რუსული სიტყვაშეობს რა ვინუჟდენი იძულებით გისმენს მე მინდა מחר შენის ნებართვით ერთი თემა შემოვაგდო რა. კრეატორის პროექტი თუ ნახეთ და მაინტერესებს რას ფიქრობთ მაგაზე. ყავას არ ვნახავ. ეს ალბათ მე მეკითხები თუ ისე გითხები. ვინც გასცემს მას. მე ძალიან მიყვარს წევრი იყო ადამიანი. მე ძალიან მომწონს რომ מחר ის ხალხი შემოიყრება გვერდით, ვისაც უაქებდა ამ გადაცემებიდან. აი ცა მე ძალიან მიხრო ჩავრთავ, აი ეს ქიმია დავიჭირე ეგრევე რომ ნო ჰიტას როგორც მოვისმინე. არ მალაპარაკო, კალა გაჩერდა. 160 პლუსი IQ უკვე გაუხდა, როგორც მივხვდი მე, იმიტომ რომ ახლა ცოტა სხვა რაღაცებს საუბრობდა და კაკოსაც ნუ სულ დადებითად მიხსენიებდა ხოლმე და ძალიან მიხარხათ. დამღლელია ორივე. ეს სიტყვა A4-ის ფორმატის 40 ფურცლით ზიან ხოლმე რომ სიტყვა არ გამორჩეთ რა. კრეატორი ძალიან მაგარი პროექტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვიპოვეთ უკვე და ძალიან ბევრი ადამიანი იყო რომ ან რომელიც მართლა ნიჭიერი იყო, ძალიან ბევრი იყო უნიჭიერეს. და ვის გამოვარჩევდი აბა მითხრა. უნიჭო. შენ ვისკენ ხარ? უნიჭიერეს ესეთი. როგორც არის. ხო და მე გამოვარჩევდი, ეხლა მყავს მე ჩემი ფავორიტი. რამდენი ჩაგიჯიბა მაგ ფავორიტმა მითხრა. ორი სიტყვით შევაჯამებ რა, ეს კრეატორი იდება არ გაჩერდეს YouTube არხზე და ვინც არ იცის უბრალოდ ვეტყვი რომ ავარჩიეთ 8 მონაწილე, რომელიც 7 ტურის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვა დავალებით ვიდეოების შექმნაში. ვიდეოების შექმნაში, რომელსაც შეაფასებენ ჟიური რა, מחარა კაკო და მონაწილეს ეხმარება სხვადასხვა ტოპ იუთუბერი რა. აი, გასაგებად ბასტო იყო და ეს. გავიგეთ. ნახავ და შემდეგ გადაცემაში მოგახსენებ ჩემ აზრს. ძალიან ცუდია რომ აქამდე არ გინახავს. მე გადაცემა მქონდა გუშინ აგერ გიორგი უყურებს იმ გადაცემას და ძალიან მოსწონს სხვათა შორის და მეც მაგით გიორგი YouTube-ის ყურება საიდან დაიწყე? აუ იცოდა ეხლა და ჩა. ზოგადად აი TikTok-ი იცოდა რომ და რატო გააკეთე ჯერ TikTok-ი? და იცოდა რომ ოქტოპოსი უნდა ვთქვა და ეხლა. აი, იმიტომ გააკეთა TikTok-ი. გეტყვი ვაფშე არა ერთ. რო დაიწყო. YouTuber-ი ვიყავი პირველი სერიოზულად მართლა. რომელ წელს? 2014-ში მქონდა არხი, ფილმების განხილვას ვაკეთებდი. 14-ში? კი, ოღონდ მე არ ჩანდი რა და ხო იცი, Marvel-ის და DC-ის განხილვები იყო. და მე copyright-ი არ ვერკვევდი რა ბავშვი ვიყავი, დამიბლოკეს არხი. და მე TikTok-ი რაღაცა 20-22-ში გავაკეთე თუ არ ვსწრები რა. და გადავიგე რაღაც სირობა და მე წაიგო და წაიგო. და მე დაუბრუნდი ფესვებს ესე იგი.
ფესვები თუ იყო ჩემთვის YouTube და ის ითულებოდა YouTuber-ობაში კი სულ მინდოდა რა YouTuber-ობა 2014-თან საკმაოდ ადრეა რა ძალიან ადრე იყო არ ნახვები თითქმის არ იყო გვერდი მქონდა Facebook-ზე რაღაც Marvel და DC და მომდებდი რაღაცებს რა ხო მე ბოლოს რო შევხვდი ჩვენ თურმე კოლაბორაცია გქონია და არ ვიცოდი შენ ყავდა ძალიან ცოტა გამომწერი 3000-4000 მოგწერე ხო და რაღაც სტარტაპი მქონდა მაშინ და გამირეკლამა ჯიგრულად ფულის გარეშე არანაირი პროცენტის გარეშე სტარტაპი თიშოვე რამე დედაეტი რა ეს არის ადგილი სადაც სწორედ უნდა მიმართა კომპანიას სწორი არჩევანი გააკეთეთ ინვესტირებისთვის და სწორი არჩევანი გააკეთეთ YouTube-ში. საშუალო საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს მაგ ვიდეოებს, სადაც ეგ რეკლამა გაკეთდა. თქვენი სტარტაპი. მაშინ რო პრეცედენტი იყო რა, რეკლამებიც არ არსებობდა YouTube-ზე და ვიფიქრე რომ კარგი პრეცედენტი იქნებოდა, ვიღაც დაინახავდა რომ აი რეკლამა კეთდება YouTube-ზე. დღესაც არის ეგ რეკლამა სხვათა შორის რა. ჩემსფეროში შემოდის და გააჯმენით მე არ ვიცია მართლა. მახარ შენ სანამ მოხვიდოდ ვიღაცები აქ ოფლის დაღვრა მოგვიწე და წვალობთ. ხო, მაგრამ დაგავიწყა. წვალობდით რისთვის? ვის დამსახურება ხო იცი? ნუ מחარას დამსახურებამს მე ყოველთვის ხას უსვამ ხოლმე. არა ისე როგორც ეს ამას გონია, მაგრამ ხას უსვამ. თუმცა מחარას თავიდან ძალიან მადლიერი იყო რომ შემოვიდა, კარგად მივიღეთ ყველამ, კარგად დავხვდით და კოლაბორაციებიც რო გავაკეთეთ და რაღაცა. ვიღაცები არ დამხვდნენ. ხო, ყველაც ცოტა. ვიღაცებმა ყლეზე მომიბეს. ჩამოვთვლი. აგრიმენი, გიორგი დანელია, კიდე ვინ? ბიჭო, ეგ Go let's play. Go let's play. ჩვენ დავხვდებით კარგად, რას ფიქრობთ? ბროებს. იმენა მომიბეს. შენ თქვენ დაგხვდებით? აი, როგორ გამოხედა იცი? შენ რომელი ხარ? შენ ვინ ჩემი? არა, ბიჭო, კოლაბებს რატო არ აკეთებ? როგორ აკეთებს? კოლაბები უკვე. არა, აი, აქტიურად. აკო ყავდა შენი ჟიურის წევრი ვინც არის და გიოს. ყავდა სხვა რაღაცაა, ბიჭო. აი, კოლაბორაცია ნიშნავს ეხა გიხსნის რა არის კოლაბორაცია? გამოვიყენო ტიპი კი არა. აბა. მართლა ანუ კი არ გამოვიყენო, ვიძმა კაცო თუ რაღაცა რა. ჩვენ ეგრე უდგებოდით კოლაბორაციებს, რომ არჩევდით ხალხს, ვისთანაც გვინდოდა ურთიერთობა, რომ ისიც ჩემთან მე მასთან. გამოვიყენო, გამოვისვა კი არა. ეხა არის კოლაბორაცია ეგრე ისაკია და სტუმრად რომ მოდის გამოვისვა რა. მე რომ მეძახიან, იქ ვერ ხვდები, რომ ტიპს უნდა რომ აი מחარა მოვიდეს კი არა. იმენა უნდა რომ ჩემი ხალხიანად წავიდო და מחარას პიში ჩემეთ. ჩვენ არ დაგვიძახია შენთვის, ხო იცი? გავიგე, მაგრამ ხო იცი რატო არ დაგვიძახია? მეძახიან ხო, მე ხა არ მეცალა მართლა რა ფიზიკურად. მე რატო არ დაგვიძახია, ვიციო? არ გვაქვს ჯერ შენი ბიუჯეტი, ხო იცი? ეს ბანკში მივედით, ხო იცი რა? სესხის გამოტანა გვინდოდა და ვინ ჩემი ის არისო מחარავო რომ სესხი მოგ. რა თქვი? ეს ფული აქვს ჩასაეცი ხი გავაიასენ. კატო, შენ კი დაგპატიჟე და შენ კი მოხო. ხო, მე კი არა, ხო და ბატონო. მაგას გონო. ურთიერთობა აღარ არის რა, აი თითქოს გამოყენებამდე მივიდა. დედას გეფიცებით, მაგრამ მე გულწრფ მართლა აი შენ გინდა რომ ვიღაცა იმ კონტექსტში ხედავდეს და მე ვიღაცამ ხო დამიძახოს ისე რომ აი ბევრთან მივსვლათ სადაც ძალიან გამსწორებია რა. აი ლაშასთან მაგალითად სხვა რაღაც გაცეში ვერასდროს ვერ მივალ რა, მაგრამ იქ რომ მიგვიყვანა ის ზუსტად ჩასვა და შოუს ელემენტი გახადა. ეს ყველაფერი ისე რომ ჩვენს გვისწორდებოდა და პირიქით აქედან ხო. ეს ის ხო შეუძლია თუ არ შეუძლია? ანუ მაგადაცემას ფოკუსებზე? ხო, ფოკუსებზე. არა, ეს 4 ვარიანტი და რომ აარჩიო. 10000 ლარი. მე ბასტომ და მაგარი ქიმიო რო გვაქვს. ხო, ვიცი. კიდევ რო დაიდო. მაგრამ რომ მოვიგეთ. ხადაობა იყო, მაგრამ ეხა გავიგე, ეგა ბიჭო, ურთიერთობა იყო. გავიგე, გასაგები. ანუ ჯერ უნდა დაუძმაკაცდეთ რომ მე მოხვიდეთ. არა, აი ჩვენ გვიწერენ ეხა რომ, კაროჩე ყველაზე მეტი კომენტარი არის კალა და შენზე რა. სტუმარი ვინც უნდა. ესე რა ყველგან ეგრე. მე მაგას მივეჩვიე. მაგას მეჩე რა. მე ვაფშე მიიკვირს რომ აჩის არ ქონდა იდეა რომ ეგ ფორმატი დაგეწყოთ. იმიტომ რომ მაგარ ნახვებს დადებდით ფულსაც შევიდით გონია საგან. გვაქვს, შეგვიძლია ჩავამატოთ ფულსებს დავიჭერთ უბრალოდ. ფულცელი არა, მაგრამ ვითამაშეთ 1-2 აქ. შენ იქ ამ სახში ხო ითამაშე? სახში ვითამაშე ხო მაგართან სასწავლო რაღაც მოხდა, ანუ შევარდნაძე მეთქო რომ ჩვენ წელს იყო ბებია ჩემ მაკდონალდს სამყანა პირველად და აზარია. ხო, ანუ სასწავლო ფორმატია რა, თან თუ კარგად შეარჩევ თემებს. բայց ეგ ვინ თქვა? შევარდნაძე მე მონტაჟებ ჩვენ. შევარდნაძე გავიცანი პაპში ამასინათ. ფეგულს უყურებთ ერთად. საერთოდ ჩემ მეგობრებს და ჩემ არხისთან, ჩემი არხის თანამეინახეებს ბარში თუ შეხვდები, ანუ ხა ისე კამერა უჭირავს ხელში რაღაცას იღებდა და არა ხო. ის იქიცვამდა, მე აქეცვამდი და ერთად ვაგინებდით დანი ოლმო და ესპანეთს და ასე შემდეგ. კი ბატონო, არის ეგეთი ისე, ნახა გადაკიდე თავი რა, არ კიდე რა. ფეგულზე საუბარი რო გაიგო ცოტა. აიჭრა იქ. შენ იყავი პრაიმ ჰაუსშიც, ხო? მე არ შემიძლია არ შევი, ხო? მაგრამ თვალი შავი დღეების გახსენება გამოაპარა. ახალი ისა მეორე პრაიმ ჰაუსელი ყავს. ეხა ერთ კამპუსად ნახე. მაცა, გაჩი. პრაიმ ჰაუსელი რატო ვარ? ხო იყავი.
მუშაობდი ტელევიზიაში. მონაწილე ხო არის? 1500 ლარს მიხდიდნენ, მონავყავდით, რატო ვიყავით Prime House-ში. Prime House-თან ასოცირებული პირი. კი, ვიყავი ხა. Prime House-ში გამოჩდი, Prime House-ელი ხარ, მორჩა. ბაზარიანა. ეხლა ლაშა გელაშვილიც იყო, შესული ფოკუსები გაუკეთა. ხო, რა ვიცი. აი, გაჩერდი, შეჩერდი. რა, Prime House-ელი ხო არის? წაშალე, ისტორიიდან წაშალე. შეხო გიმუშავია მას ტელევიზიაში. კი. აი, ტელევიზიაზე ყობა არსებობს რამე? არაფერი. აი, ბიჭო, არა, მართალიც არის. ტელევიზიაზე ბევრად მაგრა არის, ეხა YouTube-ზე მე 6 თვე რო ხელფას არ მიხდიდნენ ექსენი. 6 თვე. და მეუბრეოდ ჩემ ფისკეთლებოდა. რო განვითარებულიყავი. ეს იმიტომ რომ ეს გაჭირებაში ერთად თვითონ მდგარიყავით, ამას მიხსნიდნენ. ხო, თვითონ გაჭირებაში არ იყურეთ. თვითონ უпроსობა არ იყო გაჭირებაში. ბიჭო, მე მანდ შევხვდი ახალ წელს, და მაგის მერე მივხვდი რომ მან და უნდა გავჩერებულიყავი. ბიჭო, ტელევიზია, ხო და 3 თვე ხელფას შიო იყო. ტელევიზიაში მუშაობდი, გორჩო, ჩავდიოდი, ბავშვი ტელევიზიაში მუშაობს. მეზობლები ფოტოებს იღებდნენ ბავშვი ტელევიზიაში. ვიღაცა მოდიოდა რომ 3 თვე 6, რამდენი არა გიღია მართლა. პაპაჩემ, პაპაჩემ მოდიოდა. აი კანაოსშიო წყალი გამოყავს ჩემ მეზობელსაო თანაგინებ და აი ამაზე მიდი გამოიყვანე ვიდეო გადაიღონო. 3 თვე ხელფასზე მიხსნი, ბიჭო, უცებ ეს ხალხი დაგვიბარეს, ყველა ეს 200 კაცი ვზივარ და ვიდეო თვალით ტიპი გველაპარაკება. ამერიკიდან. ჩვენთვის კეთდება. შეზლონგზე იწოდა კოქტეილს წუყავდა, ხო? როგორ არის? ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ეს იმიტომ კეთდება, რომ ეხა გვიჭირს და ამ ბრძოლაში ჯარისკაცები მიგვატოვებთ ჩვენ. აუ, იდეალურად მესმის. მეც ვიყავი ეგეთი. ოღონდ როგორ ჩაჩვენდა, იცი? ორ-ორი დღით გვიან ირიცხებდა ხელფასზე. ამ თუ სხვა 2-ში ჩაირიცხა. მე 6-ში ჩაირიცხა. 8-ში. ბიჭო, მაგრამ მან ეგ მესმის, ნახე. ერთი თვე ამოვარდა. სახელფასო, ერთამი, ნახე, სახელფასო თემა. შეიძლება ნებისმიერ სამსახურში რაღაც ეგეთი პრობლემა შეიქმნას რა. 6 თვე შეჩერდა. ხო, 6 თვეც და 2 წელიც ყოფილა ეგეთი რაღაც, მაგრამ შენ რის გამოც, კი, მესმის, შენ რის გამოც თქვი ახლა ტელევიზია არის ცუდი, არ გიგულისხმია დარწმუნებული ვარ ეგ. მარტო ფული არ მეგულისხმია. ხო, ანუ აქ სიტუაცია და აი რა არის შიგნით ყველაზე ცუდი, რაც მოხვდა თვალში. აი რაც ჭორაობა, შური, ბოგმა აი ჩვენა ვარ სამნი. და კიდევ ვიცი რა, ყველას გონია რომ ტელევიზიაში ახლა მუშაობენ, აი ძალიან მაღლები და თესლები არიან ამ დროს, აი რა. კი ბატონო, მე ჩემი და შნები. მონასავით გამუშავებენ და აი სულ არ ვიცოდი რომ ახალ წელს იქ უნდა შეხვედრილიყავი სტუდია, მაგრამ არ გამიზრდა. და გაიგე მაგ. ოჯახთან მინდოდა წასვლა, ზუგდიდში ცხოვრობ და იქ აუ, მინდოდა. Prime House-ში რო ახალ წელს ხვდები. ბიჭო. ეგეთი ახალ წელს ზუსტად. ბაზარი არა. ტიპს რა თუ ღირდა ეგ 1500 ლარის ენა. მაგრამ მე იცი როგორ ვიყავი? იცი? ხო. აი შენ ხო, აი შენ რა უნდა გააკეთებინა, იცი? მე რო ვყოფილ. მე შენ რომ ახლა ყოფილიყავი ახალ წელს, აი ესე, ადგებოდი ეთქო რომ ყელეზე მკიდი. მე იცი რას ვაპირებდი? აბა? ლაივში რომ უნდა გავსულიყავი და მინდოდა რაღაცა მეთქვა რა. და ვერ გაბედე? არა, არ გამიშვეს ლაივში, იმიტომ მიხვნე რომ ვითხოვდი. გამაჯვენეს. არჩევნები დღეს, აი არჩევნებია საგიჟეთი მე სროლა მიდის, უკვე არჩევნების დღეს ტელევიზიაში გრაფიკოს ნიშნავს, რომ მთელი დღე პროცენტის მე თვალში არაფერი არ აქვს. აუწიე პროცენტ, დაუწიე პროცენტ, ახალი კვლევები მოვიდა, ესე ანიმაციები დილით რო გავიღვიძე. აი ეს გავიაზრე რომ ხელფასს არ მაძლევ. ერთი ამათი დედაც. დავრეკე რომ ეს დაიკეთე მეთქი. მეორე გამოიყვანეთ მე არ მოვდივარ თქო. მე ახალი წელს მე არც მსულ ვარ. და всё. მე იმ დღეს არ მივიდა. ჩემ ბოლო დღე იყო ეგ. რო ყალეზე მეკიდა. ბიჭო, შიგნით ხდება აი ვიღა სასტავი ვიყავით, მაგრამ სასტავის გარდა იქ ხო არის ნორმალური სასტავი ხარ და აკვირდები რა ხდება, ხო? აი ორი ჟურნალისტები, მაგრამ ასე დაბოზა. ძილსურაც გაჩვენებს, ნახე რას გავდა ეს დედა მოტყვა. ოპერაცია გაიკეთა. ეს იმას ტყნა. აი ბოლოს რა ხდება, იცი შეჩერდა. აი ერთ-ერთი ეგ. პირველი ახლა. მე იმედზეც ვიყავი. იმედზეც იყავი? 2 წელი ვიყავი იმედის დილაში. სპორტული ამბები. სპორტულ ამბებს კი კითხავდით ხოლმე ერს გამოვდიოდი. იქიდანაც გამოგაგდა ეს? არა, იქიდან წამოვედი. მაგრამ რო არ წამოსულიყავი, არ ვარ დარწმუნებული რო არ გამომაგდები. ანუ ტელევიზიიდან გაჯვენებული სასტავი ვარ კი, არა. შენ წამოხვედი. მე ისე გავაჯემევინე ტელევიზიას, რომ მეორე არ შეიძლება ეგეთი რა. არჩევნების დღეს წამოსვლა ნიშნავს ძალიან დიდ, ანუ ზიანი მივაყენე, ყალეზე მეკიდი. ბაზარია. და ვერავინ პასუხი ვერ მომთხოვა, რატო იცი? იმიტომ 6 თვისა გადასახდელი ჰქონდათ ჩემთვის. ჯაგირის ეს? არა. მე საიდანაც გამოჯვენებული ვარ, ეს ნამდვილად არის პირველი არხი, სადაც 2 კვირა უნდა. ერთი თვე მომუშავა სულ. ანუ სულ მომუშავა 1 თვე. მარტო იმაზე რა ქვია, ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე. და 2 კვირაც არ მომიწია, 10 დღე ვიყავი და მე თხატომ ეს ცნობილი ის ახსენა ჩვენი სპონსორი, დიდი მაგრამ ეხლა ბეცონ სპორტი ქვია უკვე და მაშინ ევროპოპი იყო მოგხსენებათ და თავი შეწირა. ტატომ რა თქო და
ტატომ თქვაო ესეთი რაღაცაო აუტანეს დირექტორს. ტატომ თქვაო კალას დაურეკე მაგყალესო და გააჯოს კალამო. აი ესე. ანუ ტატომ ხო თქვა და იმან მოითხოვა რომ კალად გააჯმეინეთო, ანუ მე გამომაგდეს. ტატო არ გამოვაგდეს. ტატოს გამოვაგდეს კი, მაგრამ რატომღაც მე გამოგაჯმე. ბიჭო ხო, მაგრამ ეხლა ტატოს ნაწყენი ხო მაგაცის გამო ბიჭო უნდა აიტანო ყველაფერი. ნებისმიერ ტალახის სროლა რა. როგორ არის house before ხო, ეგრეა. რაღაცნაირი ხალხი ხართ რა, კარგები ხართ ძალიან ბიჭო. აუ ნეტო ბროებზე თქვას ეგეთი რაღაცა. გავათავე მაშინ. ტატოსთან გადაცემაში საუბარი ძალიან მევასება რა. ისე? ჯანელას ვერ ვიტან. ჯანელა და ტატო თუ ერთად არიან ბულერები რა. ამ გადაცემაში რო იყვნენ? აი, რაც უდი რაღაცები იბას. თითქოს ეს ორი ტიპი რაღაც ჩემზე მეტი იყო რა. მართლა. ვაიმე, შენ მოგიკუდი. მაცა, შენ ისე ცუდად. მახარ რას ლაპარაკო? მე პროსტა დედა მე თვითონ არის ეგეთი ვიზე რა გამზარდა რომ ამათვის პასუხი გამეცა, მაგრამ შემეძლო რა ძალიან წარები. პროსტა არაფერი უთხარი ვაკვირდებოდი და მთელი გადაცემა ხა თავიდან გადაახვი ჯანელა და ტატო რო არიან აქ და მე როზე ვარ, მთელი გადაცემა აი სუცლობენ რომ არც ის არის, ანუ ორივეს ჩავისვამ ბიჭო ჯიბეში. გაიგე. გულის ჯიბეში. გულში ჩაჭერა. მართლა გეუბნები და ესენი აქ ბაზრობენ ვითომ აქ განვითარებული ჰემინგუეი და რაღაცები დაიწყეს ხო? ახსენეს რამდენიმე წერალი. შევამკოს სწორედ რა, აი ბულერები არიან ეს ორი ადამიანი, რომელიც ეგ ეპიზოდი არ მინახავს. უყურე გეხვეწები მაგ ეპიზოდს. ხო, ბიჭო, ბავშვი დაგიტოვეთ 2 წამი და მოყოდით აქ და გაუნათლებელი ეძახეთ, ბიჭო, ანუ წიგნი გადავშალეთ და მაგრები ვართო, თუ აი რა. არა, ბიჭო, თან საქმე მაგაშია რომ ყვითელი ბარათების მე ტატომ არაფერი არ იცის, შეჩება და ის უარესია. წლებიც იცის ამ. ის ერთხელ იტყვის რაღაცას და იმასაც აშინელებას, გაიგე. ძალიან კარგია, מחარ, აი ალბათ მე კიდევ კაცებში მომწონს ლაბაძე, ლაბაძის ქაბაბი, ლაბაძის ძმა, ლაბაძის ძმის ქაბაბი, კაკაბა ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, მესამე მიყვარს იკო ეხლა. ძალიან შენებს ვერ ვიტან. ვინც დარჩა. מחარას ეს ისე გულში მქონდა ეს თუ არ מחარა ამ დროს გლოცავთ. თქვენი არა ძალიან არ მივიდა იქამდე რა, ნახე. რაღაცა მე ჩემ ბლოგში მოხდა. თითქოს გაუგესეთ. ჩემ ბლოგში მოხდა ეგეთი ეპიზოდი, מחარ მინდა რომ შევეხოთ ამას, იმიტომ რომ מחარს კონფლიქტი ძალიან ბევრ ადამიანთან ქონია და მე რომ მოსულანის ადამიანები. ჩემთან ქონდა კონფლიქტი. ხო და შენ რაღაცა ისე უხეშად უთხარი რა მახსოვს რომ? რა იყო მახსოვს? ეხლა მაკლეობაში ვარო შენ ახსენე რომ ჩანვარო თუ რაღაცა და რა აი რა ეს აგრესია საიდან წამოვიდა? მე ძალიან მომწონს מחარას trash talking-ის სტილი რა და ეგ მიმდინარეობა. და აუკავი რა. უცხოს არ უნდა უთხრა ეგ. ბიჭო, შენც ეუბნები უცხოებს ეხა. ეხა გაიგე. შენ პრაიმ ჰაუსზე ეხა დავებოდი. ხო. არავისთვის უცხოსთვის ზედმეტად შეურაცხყოფელი სიტყვა არ გამომიყენებია. 0 არის მაგის პროცენტი, რომ მე ფაქტი დამიდოთ რომ ვიღაცა უცხოს თუ ვიცი. მე შენთვის არ მithქვი. ვახლობლობ მესმის. მე გადავწყვიტე მაგ დღეს. რა უთხარი, მე გამახსენე. არ ბიჭო, პრაიმ ჰაუსზე ეკაიფებოდი რომ აი ქრო ვართო. ანუ ერთმანეთს ეთრეშ თოქებოდით რაღაცა და ნორმის პარაგრაფში და ამან ძალიან უხეშად გითხრა ბოლოს. ეგეთი უხეშიც არ ყოფილა არა ეხა. ლეობა დაუძახა შენარხს. ბიჭო, მე დაძმაკაცება მინდოდა ამასთან. არ მოიჩინე. აი ხა ყურე. პრაიმ ჰაუსს რო ეძახი ყლეობას და რომელიც ეკუთვნის ტელევიზიას და მართლა ყლეობა ობიექტურად შენ თუ ხო არ შეგეწინააღმდეგე მაგრამ. გავიგე. და შენ ეძახი ყლეობას ტიპის არხს, რომელიც შრომას დებს იმაში. და თვითონ ჩანს. მეც გიყურები ხა ხო იცი. გავიგე, მაგრამ ბიჭო, ეგ ტრეშ თოქი არა, აი, მაგას ვიძახი ხოლმე რომ ხალხო, კომენტარებში შეურაცხყოფ, ანუ კრიტიკას ხო ხვდებით რომ ვიღებთ აბსოლუტურად და პირიქით კრიტიკით უცოცხლობთ. რომ რაღაცებს რო გიწერთ, აქამდე ეს არხი მაგიტო მოსული, რომ რაღაცებს ვააპდეიტებთ და ვაპგრეიდებთ. არა, რო წერ, ანუ უზრდელურად შეურაცხყოფელ რაღაცას, ეხა იმდროს ვიღაცამ ჩემი პოსტი გადააზიარა და მეწერა მე თუ რაღაც გადავაზიარე ვოლტის კურიერზე რაღაცა აუ ნახე ხო ესაც საინტერესო განხილვის საგანია სხვათა შორის რომელიც აჩის აჩი არ გვინდა ჯაქსენი ტიპი მოვიდა გათიშულმა გამოვართვი და ამა რომ მითხრა მადლობაო ნიშნის მოგებით მეც ინსტინქტურად მადლობა გადავხადე რომ შემოდოდი შემოაბუქსაო და წავიდა რა ეს დავეწიე გავეკიდე მე დავეწე გავეკიდე იმისდევდი შეჩემი ბიჭო ბეტონის მოფუქე მანქანა და ეს კარები დამეკიდა საფულს დავაჭირე და თავისით გაიყო ეს კარები მანქანასამ გავაყენე ის მოპედს თან დაურეკე და არ გაჩერდა რა ოკეი აუცილებლად პირადად მინდოდა რომ ეთქვა ეს ყველაფერი და პირადად ეთქვა რომ ეს არ იყო მე კი მომწერა რომ შენთვის არ შეომიყრიაო და ვიდეოში ჩანს კამერებში რომ ის არის რა რაღაცა დაცვაც ვერ დაეწია რომ გაეკიდა
დაცოს კარგი. მოკლედ ეს დავწერო ძალიან ნერვებზე ვიყავი მოშლილი, ვოლტზე ვიყავი. და ყველა ხო მუშაობს და ხო რაღაცა. არა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. 5 ლარი, 180 ლარის მაკდონალდსი გამოვიძახე და ერთი ცალკე მოვიდა დაფარებული შეჭება და იმ გოგომ დიახ ფრი სეტყობა რო ცივია ურავწი ერთ საათს თრიალი ამოვიდა და კეთყო და 5 ლარს დაგიბრუნებო შეჭება და მე დღეს მოვძი ვარ სულად დაბლოკილი. მეც. მართლა? ვეღარ იძახე? ვერა შეჭება. ამომასხა. ჯერ თავიდან ძალიან მშვიდად ჩამოთო რომ ვისაც ევალებათ უფროსი ვის ჯიბეში ეს ფული მიდის. მაგის ნომერი დაიდოს? არა, ძალიან გთხოვეთ კი მაგ ადამიანს გადაეცით. რომ მე მაგის და იმას კიდე რომ აი ვისაც ევალება რომ აი პრობლემას რო უხსნით რომ იცი რა ხალხთან საჭმელი ვერ 20 ცალი საჭმელი ვერ მიდის, ჩაჭყლეტილი მიდის ის გეუბნა რომ დაიკიდე. აი მაგ ადამიანსაც ეს 5 ლარი ძალიან როგორი ჭყალება ძალიან გთხოვო და აი ველოდებოდი. და დავიბლოკე. ესეც დაიქათა აჩი? რას ვერ ჩასვა ვეღარ კაი ყველაფერია თო იქათება რა. სერვისია აჩი და თქვა რომ ცუდი სერვისია. ცუდი სერვისი რო არის ვთქვათ, მაგრამ რა ის ჩაჭერი, იქიდან ჩაჭერი. უთხარი ისეთი რაღაცა რომ აი ეს 5 ლარი მეთქი ძალიან გთხოვ რომ იმ ადამიანებს გადასცემეთ. გეღონთ გაგზავნის ფორმა სხვა იყო და მიმღები იმ ყუთში არ იღებდა სხვა ადგილას. ბიჭო, თქვენთან ამდენივე თუ იქათებოდა არ ვიცოდი რა არის. დღეს ბაგარ აჩი მე არ მეგონა შენ რომ ასეთი კაცი ორი კვირა არ ყოფილა სტუდიაში. ორი კვირა გასვლები ქონდა და წინასაც ჩავწერე და კაი ხანი დაგროვებული გვაქვს რაღაცა. მე სიმართლე უნდა ვთქვა. მეორე კომპანია გამოჩნდა, რომელმაც იხიტრა, არ დავასახელებ, იხიტრა და VIP მდიდრებისთვის გააკეთა დაამატე 3 ლარი. და priority delivery. აუ სირობა ეგ ტყუილი არის. არ მუშაობს რამდენჯერ ეგრე გამოვიდა, მანტი მოვიდა. მე რა ვიცი რა, რაღაც არ მომწონს. მართლა გეუბნები. ბიჭო, შენ სახსაა ცხოვრობ შეჩემა. ჯერ არ მეგონა თუ რა მოდიოდა მართლა, გულწრფელად. მერე კიდე, ანუ შენ ეს არა. ჩემთან არ მოაქვს, შეჩემა ნორიოში ვინ მოგიტანს მაკდონალდს შეჩემა. გიორგი წმინდაში რატო არ მოგიტან? ჯერ თბილისს ეკუთვნის. და განია. მაგის დაკონკრეტება რო გინდ თბილისს ეკუთვნის ეგ. ანუ ესე იგი ძალიან განია. შეჩემა გრინჩი ხარ ბოლოში ცხოვრობს ატყაცო. აუ ეგრე ჩემთანაც არ მოაქვს. ხედები მე ვაცება შეჩემა და. ჩემი ლისისკენ არის. უყურე. ცოტნეს მოწინა და მე უყურებ ქალაქს. გაიგე? სად უყურებს? იმიტომ ისე დაბლა ცოტნე რომ შეჩემა აუცილებლად მეტი არაფერი გამოჩნდება. აი ესე პირზე არის მიწის ქვევით და შენ ქალაქს ეძახი, რას უყურებ? აბა რა არის? ხედი გინახავს ჩემ. ციხე შეჩემა და ის არა ქვია. რა ციხე? ხედი მეც მაგარი მაქვს. თელი ნუცუბიძე მიჩანს. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? ხედი გამიკეთა ტრაქში შეჩემა კურიერი არ მოდის. მოდის ჩემთან. მაგრამ მოდის შეჩემა, მოაქვს 1 წლიანი კარტოფილი, გაგუნდავებული უკვე. ბიჭო, 600 მეტრში არის last საშაურმე. აუ თბილისის last საშაურმე. არის 600 მეტრში. დანის ციხე? და საშაურმე? ციხესთან არის. დანის ციხესთან შაურმა. და მანქანან მოაქვს ხოლმე შენთან. არა, მაგას გეუბნები. ეგ არის ბოლო წერტილი. ბოლო წერტილი თქო, აი იმის. მაკდონალდსი რამდენ მასშია? კილომეტრში. კილომეტრი ან 2 კილომეტრში არის მაკდონალდს. რა, 2 კილომეტრი. ბიჭო, ეხა 1 კილომეტრი მეორე არ დაემატა შეჩემა ან უცებ. 2 კილომეტრზე მეტი არის შეჩემა. ბიჭო, ხო? რა გინდა განისხითა შეჩემა. სად არის მაკდონალდს? იქ ჩვენ დაბლა აქ. აქ არის მაკდონალდს კიდე. ხო, აქაც არის, მართალია. ხო. ბიჭო, შენთან კილომეტრების გამო არ მოქვს. ჩემ ტრას გზა არ არის და მაგის გამო არ მოქვს. ბიჭო, ბევრჯერ. დედა ნატირები რა. კურიერს, აი, ბევრჯერ მე ვინ შემხედრია კურიერი თუ მე როდესმე ჩემს სახლთან ამოსულა შემხედრია, უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ, ჩემი დამოკიდებულება რა, მართლა. გამორიცხულია შეჩემა რომ რაღაცა პირიქით ინდოელიც რომ მოდის ხოლმე. ბიჭო, აი კი გაღიზე what is this is fucking eating McDonald's ვეუბნები მაგრამ მაინც მეწოდება ანუ McDonald's იძახებს სულ და მოდის გამო რა აუ ესეც დაიქათა ერთად შენ ეს არის ეს ამომიჭერი და მე მომეცი ეს კადრი იცი რა არის ძმაკაცებს ვაჩვენებ იგადავებენ რატო უჭერი ამას ფული ბიჭო აი ინდუსი რომ მოდის ხოლმე ინდოელი რომ მოდის ხოლმე ნაჭამი მოდის ხო საჭმელი არა ბიჭო აი ისეთი სახე აქვს რომ მესმის რა რაღაცნაირი საწყალი ხალხია ეხლა შეიძლება დამაჯოთ რომ გააჯმე კორპუსებში ძოვ მესმის არა აქვს ვინ ცუდია ეს მას გავაჯმევინოთ კაცო ეხლა მაგრამ ბიჭო აი წარმოიდგინე შენი თავი აი ხა მე წარმოვიდგინე ინდოეთში კურიერად მუშაობ და ინდოელებთან მიმაქვს საჭმელი და გიყურებენ ამრეზით აი ხო მაგრამ დავაჯვი მართლა რომ ჩაპრესილი მოიტანა და იგი fucking fucking you son of a bitch what is this მეთქი bro
Yo, baby, what are you? Hey, call me maybe. What are you doing, man? Fuck your mother. This is package fucking pressing მეთქი რა. What is this თქო რა ვეუბნებ და აი ირანაც არის ეგ. ჩემ კლეს გაიგებ და რა უთხარი. ირანაც არის კოლკოლის და შემოვარტყი კარებზე თქო ამის თქო ვაფშე არ მინდა თქო ყალები. გიჟი ყოფილიყავ ეს. ხოდა ეს შეშინებული და მეთქი sorry bro მეთქი ცუდით გემაქვს you not this company თქო რა company. Fuck company. Fuck company რაღაცა fuck company თქო და აბი 200 თეთრიანი მეგდო და მივეცი ძმაო და გაუშვი. აჯერ აგინე და მე 20 თეთრიანით მოისწრა. არ მიგინებია იმისთვის. Fuck your mother ეხლა. არა, fuck your mother, არ fucking package, ანუ დედა შეფუთვა ყალეურად მოვიდა თქო ეგ უთხარი. რომ ჩაპრესილი იყო, იმიტომ რომ 40 წელი დაარიგა რა. ხო და. ტიპი კურიერების რისკი ხდება იმენი. call center წერო, კურიერი ადგილზე დგას და გაიჭედა აპლიკაცია თქო და არაო, სხვების შეკვეთას ელოდება. ვეუბნები 20 წუთი დგას თქო. კი, 10 წუთიღა დარჩაო მიიღებს შეკვეთას და 30 წუთი. კურიერი არ განძრევა. რამდენ ხანში მოვაგვთ ხოლმე შეკვეთა? შეკვეთიდან 40 წუთი 1 საათი. ხო. ოღონდ ჩემ შეკვეთას იღებს შეჩემა 10 წუთში. და მე ელოდება. ელოდება. ნუ გაიგებს ერთად კა. და რომ მოდის, ჩემი შეკვეთა კი არ მოაქვს პირველი. აი მე ხო ყალესავით ვდგევარ და ველოდები რომ პირველი შეკვეთა არ გაცივდეს. მოდი დავალაგოთ აპლიკაციით რომ იმას მიუტანო. ხო. არა. ცხელი მივიდა ვიღაცას. იმ წამს გამოტანილი. და ჩემი მოვიდა fucking package. Package? What is this, bro? Fucking package. ინა თარასე ეს ინგლისურად აი მივხვდი რა ვკითხა რომ დაზიანებულია. მეთქი. Is it damaged? გამოვყალებ მეთქი. This is package, bro. მეთქი pressing вообще. აუ ბიჭო, ეგ კადრი მანახა ჩემი. ეს რო ინდუს უხსნის რაღაცებს. მე მოხუცი კაცია იქ რო ხო იცი რაღაც ფილმებში რო იმ ხობესთან არ მიხვიდეთ იქ ცხოვრობს. ხო. მე მოხუცი კაცი გამოგივარდებათ და კურიერი მოდიან უკვე ის არის. ერთხელ შემთხვევაში ეს კურიერი მოვიდა ბავშვთან ერთად რა. ახალგაზრდა ბიჭი იყო და ბავშვი იყო ესად ვედატო და მოვიდა და კაკრასის პერიოდია გაკეშებული ფული შემოხდა რა სახში. და ბიჭო ამ ტიპს ვთხარი რომ $100 ამოვიღე და მივესო გეხვეწები მეთქი თუ საშუალება არ ქონდა მეთქი ისკენი თქო რა დაისვენე თქო დღეს თქო და მახარო გეხვეწები რა კიდევ ვიჯო ანუ რაღაცა ქართველი იყო? ხო ქართველი იყო უფრო გამისწორდა ანუ ბიჭო კი არის მაგრამ რატო ხო დავაი შრომა და ეხლა მე რო წარმოვიდგე ალექსანდრეს დავდოდე უფრო გამერთობოდი რა და უფრო ხოც და არის ძალიან ბევრი მე შემიძლია კურიერთან ურთიერთობის მე ვარ ტიპი რომელსაც ყველაფერი ყელობა აი რესტორანში აჩიკო რომ შევკვეთავს მოზდის idеალური აჭარული ხაჭაპური შევკვეთის მოზდის აი ცომი ფუშებს და ყველი და კვერცხი ჩააწეგა ჩემთან მოდის რა მოატრიალო კვერცხი არ გადმოვარდება შეჭება ხო და აი ეს ვაჩვენებდი მინდას აჭარული ხაჭაპური თრიალი აი ესე მეჭირა და ვაჩვენებდი რომ ეს როგორ ჭამობეთქი ისე რომ აი ეს ვაჩვენებდი ანუ ერთიანი სტრუქტურა იყო რა აი დითი ბოდიში ეხავე შევასწრებ შეიტანა და მომიტანა ოდნავ წითელი ოღონდ იგივე შეჩემა მე მომშივდა ამას კარაქი არა საერთოდ რა რესტორანშიც და გამოძახების სფეროშიც სახიფათო არის ადამიანებთან ურთიერთობა იმიტომ რომ შიერი ადამიანი გაცილებით უფრო ბოროტია ვიდრე მაცხარი ეხა ისემ შეამწამს რა არის უნდა მეჭამა როელოდები საათნახევარი რაღაცას და მოგდის ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში პასუხისგებლობა უნდა აიღოს სათანადო კომპანიამ აი მენიუ ჯირო იყო ხოლმე ეგეთი გახდა ეს ლურჯი რა მართლა ლურჯი მოდი ესე თქო პერიფერიებში ეგეთია მე ეხა ეგეთ პრობლემები არ ნაკლებია არა მეც არა არის პრობლემა გაჩი მე დააჩი ვარ კოლბაში კოლბაში გაზრდილი კომუნიკაცია დამოკიდებულება რა შუაშია პერიფერიასთან ნუ ბიჭო კომპანიის დამოკიდებულება შენდამი ანუ იუზერის მიმართ რომელსაც გამოძახებული იმიტომ რომ შენ მიაჩნი ხარ სოფლელად ცხოვრობ იქ სადღაც და არ გელაპარაკებ თანასწორად ამე დავამტყრე აი ეს შემჩება და არ მინდა რომ ეს დავამტყრე აი ბიჭო მომისმინე რას გეუბნებით ჩემამდე რომ მოდის კარგ მდგომარეობაში მოდის მეთქი ანუ არ მჭირდება რავია პრობლემა მაგრამ დამოკიდებულება კაიხანი არ ქონია მე კაიხანია კომპანიის დამოკიდებულება კომპანიის დამოკიდებულება შენდამი არის ეგეთი კი რა ორი მაგრამ რო იცის ნახე საპორტი რო გწეს რომ კი აი მომისმენ საპორტი რო გწეს რომ კი გეთანხმება რომ დიდი ბოდიში 30 წუთია მართლა თქვენ შეკვეთას უდევს, მაგრამ სხვა ელოდება 30 წუთი, ნახევარი საათი. ამას რო წეს და რო გეუბნება რომ რომოვა იქნება რამე დაგეხმაროთ მომწერეთ.
რო უგდებ ვიდეოებს და სურათებს, რომ აი ეს ფრის აიღებ, ამოყვება მთლიანი, ამოყვება. ვეუბნები რომ ნაგეცი მეთქი ცივი როა, როგორ გაჩვენო თქო, შევჭამო და დავიჯღანო თქო, აი რანაირად გაჩვენო მეთქი რა. კოკაკოლები ეს აღრეული ერთმანეთს. აი შეჭამ კოკაკოლებს რაღაცო იძახებ. როცა იცი რომ იტომატას 40 რაღაცა ადეგი მაღაზიაში გადაიყიდე, მაგრამ სად გაკ მაღაზია? მაღაზიაში ჯერ გახვიდე. უნდა ამოგეკო ჯერ გახსნა ესა. ბეტონის ჩოკინა ჩამოხვიდე, მე მოტოციკლით შემოვახდე, წახვიდე, სადაც ტრაქში 10 კილომეტრში და მოიტანო. 30 მეტრშია მაღაზია. ბიჭო არა, 400 მეტრში საშაურმე არის და 30 მეტრშია მაღაზია, მაგრამ ჩამოსხმული კოკაკოლა არის სხვა სიგემრიელე. ჩამოსხმული შენახა, არ გაიგე. რა არის სიგემრიელი შეჩემა ჩამოსხმული გასული რაღაც ოპეტურება? არა, ეხლა კომენტარებში დაწერეთ აი ამ ხავერდოვანზე შესამკობი სიტყვები, რომ ეს ძახს რომ პლასმასის ბოთლში ნახევრიანი კოკაკოლა ისინი ტრაქში ისხავენ და ემარტივება. კი, გაზია, არა, ქილის კოკაკოლა მაგალითად და შუშის ბოთლის ბევრად გემრიელია ჩემთვის ვიდრე ჩამოსხმული. ჩამოსხმული მე ყოველთვის გასაკლებენ და მით უმეტეს გამოძახებით ის ჩემ მოდის ისა ლიმონათი 5 კუნჭულა. გააჩნი, იმ ტიპმა თუ მოიტანა წინა თვალს რომ აყალყებენ ხოლმე დეკრეტატია შუქრიჟანზე აუცილებლად. და სვი ის კოკაკოლა აზელილი შეჩება ფრირუა ჩაწობილია მარილიანი. ხეებს უფრთხილში ხის ბეცი ბიჭო. ხეებს უფრთხილდებიან შეჩება. რა ხიზე შენა კაკლის ხეშანარ ეფერების აღში შეჩება. ავიგე მოჭრეს. მოჭრეს ეფერები. ხეებს უფრთხილდებიან ეს თავსახურები გააყლევეს სხვა კომპანიებთან ხო არის ბიჭო აი არ მინდა ახლა დავასახელო მაგრამ ეხლა აქ რაღაცა მანქანის ბოთლის თავსახურებისგან დამზადებული თხელი თავსახური რომელიც ვერ უძლებს ინდუსის სიარულს. ო ბიჭო მაგრამ ვერთობი რა გავაკეთო ახლა. აი ძალიან ვერთობი. მე ნერვებეშლება. აი გრიშაუნიანს აგიჟებენ ბიჭო იმ კაცს ნერვებეშლება და მე ახლა ნერვებეშლება. ხაბრო დამეხვა ნახე რა. ანუ შენც ეგ პრობლემა გქონდა არა მე ნახარას მესმის მაგის. ანუ მე მგონია რომ ერთ დედაფეთქებული ერთი საწროპი რომელიც ქაღალდით არის სოფლიოს ვერ გადაარჩენს ხვდები ან პონტია და. შენ თუ ვერს გადაარჩენს კოკაკოლა თუ ვერ დავლიე ბიჭო. ბაზარია. გრეტა თამბერგს გაუწყდება მაგას ვიზოთ მაგის. გრეტა თამბერგის იცი რა. რა ზახდა იცი ბამბუკებს ნუჭრითო. მე ვიღაც ხეგონა ხო. ძია მოთხრა რომ შეხვარ ანცრეო შვილო. ანუ ერთს შენ ელექტრომანქანების არ გევასებებს. არა ყლეობა თავს ატკებს ის ლითიუმი ამ ლითიუმებს სადაყრით მე მართლა მაინტერესებს ეს რო შემოყარეთ ეს ჩინური მანქანები და ამ ლითიუმებს რო დედათ მე სადა მიგაგვთ რა გადაამუშავებს როგორც თეგეტამ თქვა პაკრიშკებს გადაამუშავებოდ აი ჩემთან გიორგი წმინდის იქითკენ სასაფლაურო არის ტონიანი ეგა ჰა და ზეგ არ გადაამუშავეს რა გადაამუშავეს არა ის აი ყრია იმენა თითო თუ ამუშავებენ არ ვიცი მაგით არ მოდის კურიერს მე პაკრიშკებში იჭერდება საბურავს რომ იწერ 5% გაბაჟებიდან ზევიდან ამატებ გადასახაც ამის გადამუშავების რომელიც აიღო თეგეტამ ალბათ პასუხისგებლობა რომ თეგეტამ უნდა გადაამუშავოს ეს საბურავი და აი აგიყვა შეჩემა სასაკლაო საბურავები სულამაზეს ადგილზე არის წაიღეთ ძმაო გადაამუშავოთ გიორგი წმინდის ბოლოში რა ხვალთ იქ არის საბურავები სერიოზული ეს იყო სერიოზული გარჩევა მართლა ეხლა ნახე რამდენი დაწეს თუ არ მიგე თუ შორს არის რაღაც ობიექტი და ვერ მიგე ნახე მშიერ კაცი შევა კურიერი შენკენ ვარ ნახე თუ ეგეთ სიშორეზია რაღაც რომ არ გიღებთ მიტანა ვერ უზრუნველყოფთ სწორად მიტანას იქამდე მაშინ საერთოდ ჩახსენით ეგ რეგიონი და მეც უფრო ვეკაიფები ამას ვერ ვაფშე შენამდე არ რო იყოს მე თვითონ ჩავიდოდი რავი აღარ მინდა გამოძახო საშაურმე ხო 4-ში და 2 კილომეტრი აღარ მინდა 2 არ არის ცოტა მეტია მაგრამ აი იყოს 3 კილომეტრი საცხორს მაინც არ ვიცი ვერ მეკნე აქ ბიჭო გიორგი წმინდა განიციხეებთან არის რა არა განიციხებამდე ნახო თან ანუ მე ხო კაც ეს შევა კურიერი და იმიტომ აღარ გვინდა გასაგებია კურიერი არაფერ შუაშია მეგობრებო დალაგებული არის ეს ყველაფერი ისე რომ ეს ყლეობები ანუ არავინ ასწორე აპგრეიდს არავინ არ უკეთებს რომ პრობლემა მოდი პრობლემის მიხედვით მოვაგვაროთ და პროსტა ამ ხალხს შემა თქო მე ეს კურიერი და საწყალ კურიერი შეხედება კურიერი არ შუაშია თუ ძმა სიცივეში გადის და დაღლილია და სახია გამძვალი მაგასაც ეხა. რაღაც ვიტყვი რა, ხასიათზეც არის. ეხა მე და მახარას შორის ძალიან დიდი განსხვავება არის, რომ ჩემთან რომ მოვიდეს ცივი კერძი, აი შევჭამ რა, ანუ არ მექნება, მართლა პრობლემა რა. ბიჭო, არა, ფულს რო იხტირა, გურ არ უნდა კონდეს პრობლემა მაგაზიან. აი ნახე, მაგ მომენტში როცა მშია და მოვიდა ცივი კერძი, ეხა არ დაუწყებ ფიფიგიმის გარკვევას, რომ რატო გაცივი და ჩხუბს არ დაუწყებ რაღაცა. შევჭამ რა. შენ შეჩემა ანუ ჩხუბს და გარჩევას კი არა, თაგვისა გეშინია, ბიჭო. მისმინე, ავარიაში რომ მოკევი არ გაგირჩევია საქმე? ჩხუბი არ და რა ავარიაში ამის ბრალი იყო. ამის ბრალი იყო, მაგრამ ხო არ აღიარებს რომ ამის ბრალი. ტიპმა დურთა,
ანუ შევიდა. ვისი ბრალიც იყო რეალურად ეს გაიცა. ერთადერთი რუსი შემეცოდა, ეგეც იყო აჩიკო რომ მანქანით დაეჯახა ის. ის არ გაჩერებულა რა, ვისი ბრალიც იყო რეალურად. ბიჭო, აჩი გიждდებიან ესენი მანქანაში მაგის მერე? ვიკაცო. მე იქამდე ჩავჯექი ერთხელ მაგ ავარიამდე და ბიჭო, ისეთი მანევრი გააკეთა რა, მე გეტყობა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. კაი. გიორგის რო ვკითხოთ ეგეთი რაღაცა. YouTube-ზე აი ეს პროექტი რაც გაქვთ დაწყებული ამ იმპოსტერის თემა, რა გინდათ საბოლოო ჯამში? ვაზის ფოტოში ტოლმას არ შეჭამდით ჩემი დედავადი ნიურის. ომშიაც ხო კაი რა, ხო რა სამბოდი. იძახე? იმ ლურჯ კომპანიას იძახე? იმის თქვა მინდა რომ YouTube-ზე რა გეგმები გაქვთ ხო რა? გინდა ვაზის ტოლმა ფოტოში გურამისთან ასადმე. ეს ახალი iPhone-ი აქვს ამას? 17-ია? ანუ იშოვება ფული ასე გამა. 17-ია ვიდა. ბიჭო, ეს ერთად ამას ჩუქნიან ხოლმე. ჩუქები არ. ჩუქნიან ხო, ეს თავის ფულს არ გადაიხდის, მუთაკებში ტენის. მუთაკებში. რა გვინდა და სუეზის ღებოდა გითხახი რა. ეგეთი გავხე შეჩება რა. როგორი? მუთაკებში რო ფულს. ფულის გროვება დავიწყე. ფული შევინახე და აი მაშინ ვსაუბრობთ. ბიჭო, ასაკმაიც ისე რა. არა, ასაკმარა. შავი დღისთვის ფულზე რო ლაპარაკობთ, ხო იცი? უფრო თამამი გავხდი ახალ ბიზნესებში. გიორგი, მომისმინე, ნახე. ამდენი წელია ხარ პოდკასტის წამყვანი, ანუ რაღაცა ჭკუა მოგეკითხება, ზიხარ მიკროფონი გაქვს და ხალხს ელაპარაკებ. ადამიანს ვკითხე რაღაც. ჯერ ტოლმა ვაზის ფოთოლშიო, დარეკე და ვიღაცებთან გადარეკე, ხო? ანუ მაინტერესებდა მართლა რაღაც. და მე დაიწყე ისევ შენ თავზე ლაპარაკი, როგორი ტიპი ხარ ზოგადად, რა თესლი როჟა ხარ? ყურადღების წინ შეევასება ყოველ. გავიგე, მაგრამ ხანდახან ბიჭო, ანუ ჩაიკეცე ხოლმე, შეიკარი შეჩემას, მე იკადა. ხო, მაგრამ ეხა კარგად გადაოს, კარგად საუბრობ. არა, გავიგე, მაგრამ ნუ ეხა ადამიანს ვკითხე რაღაც და მე მინდა მაყურებელს ბოდიში მოუხადო პირველ რიგში, რომ მე მახარას აი 100% უნდა ილაპარაკოს და იმ 20 ვაკლებ ხოლმე და 10 რო სტუმარს ვაძლევ. აი ამაში მეორეა სტუმრისთვის. იმიტომ ვიცი ხარ რომ ახარა უფრო საინტერესო დილაპარაკებდა, მაგრამ აგერ კაცი YouTube-ი გააკეთა, TikTok-ზე იყო იქამდე. მე გამიკვირდა მე რომ დამპატიჟდა თქო მაგრა თქო რა. არ ვარ ეხა ეგეთ ცნობილი და არაფერი რა. ბიჭო, ეგრევე თქვა რებას რო იცი. საშუალება არ იყო. საშუალება, ეგრე დაგერხათ რომ მე დამპატიჟეთ, მე გადავედი. TikTok-ს რამდენ გამომწერი ყავს? 500 რაღაც, მაგრამ მაი ხო არ TikTok-ი 500 რაღაც თქვენთვის TikTok-ი არაფერი არ არის, მოდი თქვა. რამდენ გამომწერი ყავს ზუსტად? 514 მე მგონი. 514,000. 514,000 გამომწერი TikTok-ი. ნებისმიერ პლატფორმაზე არის ციფრი. ყველაფერს თავიდან. ესე თავდაბლობა გავიგე ხა. თავდაბლობა არა, Twitch-ებასება არის, აი ტრაქში. ხო, რატო? შენ რამდენი ყავს TikTok-ზე? ნუ რა შუაშია TikTok-ი. სტოპი ისეთიში. მეც ეგრე მყავს, TikTok-ს ეგრე ყავს. ბიჭო, შენ ერთ წამს კითხვა მაქვს შენთან. Instagram-ზე unfollow-ად გამიგეთ. მე რამდენი კაცი მოდის შეჩემა იგი. ვერ გავიგი, რა ზღვა. რა ატრაკე საკამე შეჩემა. შეგვეცი აქ ხალხი რაღაცა ფანები ვარ თან დედააფეთქებული და unfollow-ს გვიკვეთებ, ანუ იქ World დაბლოკილი ყავს. იმან ანუ კაც საშალა კაც ვაფოლოები. კურიერები ჩაწერილი ყავს სხვადასხვა იმეები თუ რას გვერდში გითხარიან? შენი მაყურებელი ვარ რაღაცა ალექსანდრეს ფანი ვარ. თუ ძველი. მახარა წერტილი რაღაც გაწერია რა, არ ვიცი. თან უეჭველი ახსოვს რა გამიგე შეხედე ხა დაფიქრდა ეს კარგად. მაშინ არა ის უხსენებელი კომპანიის მერე გააკეთე შენ. კომპანიაზე რომ დაგაპადერშკეთ მაგის მერე რა. არა, მე იმ ხიპიშების მერე გავაკეთე. აი ჩერდი, ხო ვაფშე არ გამაფოლოვებდი ხიპიშების დროს, ფეხებზე გეკიდე რაღაც. არ მახსოვს და რაღაც თოპრა. არ ვიცი. თავისი ჩვება ხოლმე ხანდახან. ბიჭო ხა. ხარვე დაკურებული ვარ რომ ვიღაც ფოლოვერი ვარ და აღარ ვარ. კაროჩე, მე რა დროს ვცი unfollow, იცი რამე კრინჯი რეკლამა თუ შემდგა. ოპა. ბიჭო, გეტყვი ხა მაგაზე პასუხს რა. სადმე კრინჯი თუ შემდგა უეჭველი unfollow. ხო იცი, ძალიან რთული არის ერთ წუთში, აი YouTube-ში ჩასვან placements, მაგრამ აი თელი სამეგობრო მაგიტომ ყავს დაბლოკილი, რომ შეუძლებელია ჩემთვის მაგათი ყურება მართლა რა. მე არ ვაკეთებ ხა კრინჯობებს ეხლა. ძალიან კაი ხალხია მართლა, აი ულამაზესები, უკარგესები, უსაყვარლესები, მაგრამ მაღიზიანებს. ყველაფერი რასაც მაგრამის წინ ამბობ, ყველა არაფერი არ არის. სამეფო კარის თამაშებში არის ეგ რა. სამეფოში არ არის, ეგ არის ამერიკული ანდაზა რა. This is referred to but. ბიჭო, მე მეგონა Ned Stark-მა თქვა. არა. ზიბზნე. ხო და ანუ unfollow არა ბიჭო, აი ნახე, რომ აი unfollow-ს კიდია ერთ წამს. ესეთ რეკლამა ხდება, რომ აუ რაღაცა წიზება, მოდი ვჭამოთ შია. აუ, შენ არის ცი რო. მე არ ვაკეთებ ეგეთ.
ანუ ეს თან და გულისევ ამას ევასება. ანუ თან unfollow იმიტომ გაგიკეთეო რომ ეგეთი რაღაც შემხვდა ალბათ რომ ეგ მაგაში შეიძლება. ირიბა დაადანაშაული. აი, გავიგე. მივიღე. რაღაცა რეკლამა შემხვდა, ანუ ბიჭო, ყველას გვაქვს კრინჯი რეკლამები რა. არის ხოლმე რეკლამები, რომელიც შეიძლება ჩვენთვანაც არ გვსიამოვნებს, მაგრამ იმ წამს შეიძლება კარგი პროდუქცია იყოს, უბრალოდ რეკლამა, იმისი არ გვსიამოვნებს, იმიტომ რომ ხასიათზე არ იყო და იყოს კრინჯი რა. და ვიღაცისთვის უარესად კრინჯი იყოს და მაგისგან unfollow გაკეთოს, ეგ არის დასაწყისი. მახარ პირდაპირ მითხარი ხარ. მე უნდა მითხრა შენ რა გავაკეთო რომ ბროებში მოხვიდე რა. ჩესნად მაინტერესებს. დრო უნდა მქონდეს თორე მოვალ რა პრობლემაა კაცო. მართლა ბიჭო? მართლა გეუბნები, 5 არის პროს ფიზიკურად. ძალიან მეც სხვა და შორის ვიცი რომ ხო ხედავ რა ხდება აქ. აქ ეს რელსებზე თუ არ შევსვი, მე როგორც კი სხვაგან მისვლას დავიწყებ, უნდა მივიდე ყველგან მაშინ, იმიტომ რომ ყლე გამოჩნდები ყველასთან აბსოლუტურად. ამიტომ ვინც გვიწერთ რომ ახლა მოიწვიეთ რაღაც არც არია ცოტა კაცი. ხანი, აი, აცადეთ რა. ერთი თვე. მუშაობს ეხა ერთში რელსებზე ხო შევსვავთ ყველაფერს. ბიჭო ის მიწებსაც გაკიდი და ეგ არის რა დავიწყეთ. არა მე ვარ ნამდვილად ვადასტურებ რომ ახლა არის ძალიან დაკავებული იმ დღეს ურეკავდი და რაღაც მჭირდებოდა და არა იყო საერთოდ და დაჟე როდის მე ჯერ რა ვიყო you fucking cooler მეთქი ახლა მე ვარ შეჩემა რა გჭირ ზოგადად you fucking shit მოვიდი მე მაკდონალდსი ამოგიტა ბიჭო ხო არიყავ ის მადლობა უთა რომ მიუყარე და წახვე ალია ბიჭო მართლა თან ეს საცდავის საკით თან ხო ვიცი რომ ინგლისურად ციდანასაც მინდა იმას ვიტყვი და თან ის ღერს ხო ხაზრა ცოტა იმეურად რა იმ სიტყვას ვერ ვიტყვი და ყლეობას დამიწერე მე ის განგსტა რაღაც ეგრე აი ხო განგსტა კაი მე კათი იქნება და არ გვინდა გაის ერთო ჩემ ხო ხო ხტები რა fucking shit this is 50 cent ხო და ნახევარ საათის კითხე რაღაც ბიჭო შენ რომ კითხე რატო დავიწყე იუთუბერობა? აი რა იუთუბერობა შეჭო. აი ხომზე კითხოთ რაღაცები შიდა სამზარეულო. რა ვიცი ვინ ეკითხებოდა სოციმედია მენეჯერი ახალ წელს თამადა ვინ იყო? სოციმედია მენეჯერი იყო თუ არ იყო? არა რა სექსები. ეს დადგმული რა იყო და რა არ იყო დადგმული? მე ვიყავი სოციმედია მენეჯერი და ეხა მე მიმართად პრესენს მე ვიყავი სოციმედია მე ეს არ მეხება. არა რაღაც კამადროს არის. არა რა აუ შენ ბიჭო ის იყო გეტყვი. მახარ რატო ურევ ხოლმე კობი ბრაიანს და ლებრონ ჯეიმს და რაღაცებს ანუ ეხა ხო იცოდი რომ მულად გაარიყო. იცოდა ბიჭო ეგრე იცის ეხა განა არის ამა ყველაზე მეტი ინსაიდური ინფორმაცია არ მოგსვლია რომ ბიჭო აი ეხა ეს რო გააკეთეს დადგმული იყო აი პრაიმ მე ვაფშე ნახე არ ამბობს აგზავნე კონტრაქტთან აგზავნე შეჭო მაგას ლაპარაკი მაგ არ ძახს გავკლიან ტრაქში ხო და ეს არის ბიჭო შენ ეხა უნდა იყო ძლიერი და ეხა უნდა მე ვაფშე მაგ გამომაჯვინდეს მანდენა რო არ მოგწონდა ეგენი რაღაცა გავატრაკე ვიჩხუბე და მაგას და გეტყვი რაღაცაზე, ანუ YouTube-ზე რაღაც მე YouTuber-ობდი მაშინაც რა. მაგის თქმა შეგეძლია თავისუფლად. YouTube-ზე დავდე ვიდეო რაღაცა, ხო და ბიჭო რაც დავდე, ეგ არ გაუშვეს რა ტელევიზიაში და მე მითხრეს დამირეკეს რა. ოი შენ წაშალე ვიდეო რა. წავშ დამაშლებინეს. რაღაცა იყო რაც იქ არ გაუშვეს რაც მოხდა რა. აჰა. სამ თვეში, სამი თვე მოხდა. ხო, სამ თვეში გამომაჯვინეს რუსთავიერი და ესე მართლაც მე ანუ მართლა შეუძლიათ ტიპებს რომ რეალით შოუში ვიღაცებს უტრაკონ კამერებთან და შენ ხო შეგიძლია ხა გამიტარაკო მე ამ წელს არა კი შეგიძლია სერიოზულად არ ნებისმიერს გაუტრაკ ა ჭხუბამდე არ მიხვალე ხა ხო და მაგას ვიძახი ანუ რას შვებიან იგინე ის მიმი ხო იცი fuck you Ezekiel fuck you Tony აი ეგ თემა არა ხორჩა და ხო წინაზე ხო დარტყმები იყო რაღაც დარტყმები არა მოფერება იყო კიდევ მოიცეთ წამინ ეს კონფლიქტი ერთმანეთს ასწევნებიან და ეს კონფლიქტების უმეტესობა ანუ ნაღდია ბიჭო იცი რა მევასება შენში რა ეხლა ყურე კითხვას ვამს რა და ულაშებში ეცინები ნაღდია თქვი ვიცი რომ ნაღდია შენ ვიცი რომ გეგზალება თუ გეგზალება გითხარი რომ გეგზალება ამის თქმა თავისთავად გეგზალება ანუ ვერ იტყვი კონტრაქტი არა არა ეს ამის თქმა იქ რო ჭყვები და გეგზალება ამერიკის მეხუთე სიმართლე რო გითხრა გეგზალება ეს ყველაფერი ამ მომენტში უკვე არ ვიცი ხა იურიდიულად ისე გითხრა გეგზალება უკვე არ ვიცი შეიძლება ვადა გასულია მაგრამ შენ თავს უკრძალავ მაგის თქმას არის კავ ხო ხო ბიჭო მოდი რედულთები არ მიდით არ გვინდა გავედით ბოლოში ბიჭო მე მგონია რომ რაღაც თემებს ატოვებთ ეხა ჩემზე ჩემზე ტოვებთ რაღაც თემებს აბა უნდა ჩამოაგდო შენც და ჩამოაგდო ხოლმე რაღაც ბიჭო მე რა ეხა რა თემები უნდა ჩამოაგდო YouTube-ზე კითხე რა გორის ამბები ვიცი ის YouTube-ის რომ მამა არის ვიცი ის ამაზე ლაპარაკობ? შენ არაფერი არ ხარ ესე იგი ყველაფერი ამაზეა თქვი შენზე რა უდო YouTube თავარი არის? არა არა არის YouTube-ის აი ეს სიტყვა არა სიყვარული კაცი არა სიყვარული კაცი კი არის ყოველთვის სწორი პოზიციით
შიგადაში რა. მართალი, გიორგი მარტალი, გიორგი მართალი, არა, წმინდანად შეგრაცხავ კიდევ ეხლა. გიორგი მართალი. არის კეთილი ადამიანი, ოღონდ ეხა ამ ბოლო დროს ფულმა გააბოროტა ძალიან. ბიჭო, ხო, ის 1000 ლარი რომ მოგიტეხა, ხო? გავიგე. ბიჭო, ვაფშე ფულმა არა. გააბოროტა რა. ეხა სულ რემონტებში თამაში ვარ, არ მცალია. მე ჩემზე უკეთ ვინ იცის რემონტები და სესხები და საერთოდ ვერაზეც რემონტი მაქვს და იქაც ეზოს ვაკეთებ და სულ აი ვოლონტრიელში. ხისახში. მანქანა როდის ვიყიდოთ? აი, შემომთავაზე ვარიანტები რომ მოიცნო. რა 4? თუნდაც ხის დედა შევეს. ვერ ვერკვევი მანქანა. რა 4 არის ესეთი მანქანა, აი ცხოვრებაში არაფერი ისო არ გაქვს რა. მიზანი და რაღაც ყლეობით გინდა იარო, არ გამოცვალო მანქანა არასდროს და იყო მოსაწყენი ადამიანი. შენაირებ ტიპებს იცი რა ქვია, შენაირებ ტიპებს, აი ადამიანს უჯერ მანქანა არ უყიდია და რო იძახია რომ ეგ მანქანა ყლეობა. ვიცი რაც. რა მანქანა ყავს? მე ძველი საშუალება. აი ქართველები ეგრო ხარ, დაგვანახე რა მანქანა ყავს? კაბრიოლეტი E-კლასი 3.5. ეგ კაცი მე რომ პაუზა რატო აი 2030 წლიანი ჰიბრიდი არ იყიდო კალა, იმიტომ რომ მიზანი არ აქვს შენ და შენ მაგ მანქანით რა მიზანი გაქვს რო არ გითხრა. გარდა იმისა რომ ზეთიანი ხელები გაქვს. სხვათა შორის მაგრამ მიწლებს. ანუ ის არის. რა მიზანი გაქვს? მაგ ნახე მე არ მინდოდა კალა. მე მიზანი მაქვს. აი რა მან შეხედე პირველად მოხდა ფუბოდკასში, როცა სტუმრის წინააღმდეგ ორი ადამიანი გაერთიან. აა ბევრჯერ იყო ეს ქალბატონოსთანაც იყო ეს, მაგრამ სულ აღარ გავთვალეთ. არა, მითხარი რა მიზანი გაქვს მაგ მანქანით რომ სხვას უჯვავ მუღამში რომ მანქანა იყიდოს. უჯვამ, კაი ხო, ბოდიში. არა. მანქანით სად მიდიხარ? არ მეწყინა ხა ეგრე არ აი გათხოვებ ჩემ მანქანას. არა, რა მიზანი გაქვს მანქანით რომ მიდიხარ, სად მიდიხარ მაგ მანქანით რა მიზანი გაქვს? იმიტომ ხარ მან სადაც ხარ, მაგრამ კაი რა მიზანი გაქვს? ტიპ მაიმინე. ენიც დავარტყა. არა, თვითონ ხმა არა ომიგა. კალას ეუბნება. სახი მომიტყვა. როგორი ტიპი ხარ, ვიცი კალა? აი, ეგ მაგარი, თითქოს არ და კაცს აქვს მიზანი, ბიჭო, სტაფი ყავს, 20 კაციანი, სადაც ხალხი მოყავს. შრომას დებს და უცებ ამ ტიპს ეუბნები რომ არაფერი მიზანი არ გაქვს, იმიტომ რომ რა 4-ს ყიდულობ. გასაგებია. რატო? არ არის გასაგები. ძალიან დისკომფორტში აგდებს სტუმარს. ბიჭო, არ მაგდებს თვითონ განაცხადა. არა, ბაზარი არ არის მართალი ხო? შენი მანქანით სად მიდიხარ? არ სად ტრაქში სად მივდივარ, არ სად არ მომ მივდივარ. მეც მანდ ვერ წახვალ, იმიტომ რომ გაგიფუჭდება გზაში. ბიჭო, გამიფუჭდებაზე მეტად. იცი რა მე მანქანაზე რაც შეიძლება წყალი ჩამომივიდეს რა. მანქანაზე რაც არ უნდა მეთქვა პერსონალურად არ მივიღებ, იმიტომ რომ მანქანა მე არ ვარ. ანუ მანქანაა. პრობლემა არ მაქვს. ეხა ჟესტს თავი არ უნდა გამოაყენებინო. აბა რა ახლა მე ტრანსფორმერებს არ მიყვარს. ჩინელების ბიჭო ჟესტზე ხომ ყავს დატოვებული რა. აი მოყვები რა. კომედი შოუ ხარ. არა, ბოლოსკე უნდა გავიდეთ. 5 ჩინელები. გადართე იმაზე, კომედი არ. ჩინელებთან ყავს მანქანა დატოვებული და არც ერთ მარტო რუსული, არც ინგლისური არის. სუფთა ჩინური იციან რა. ერთმა იცის მარტო რუსული რა. ნახე შენ TikTok ლოგი ჯეკი ჩანთან ყავს დატოვებული თუ რაღაცა. ეს სულ ყველა ჯეკი ჩანს გავს. ბოსტიშებელი ვიყო თან შეჩემა. სულ ყველა მიყვარს, იმიტომ ჯეკი ჩანი არის ჩემი საყვარელი ესეთი სახეობი რა და ყველა ჯეკი ჩანს გავს შეჩემა რა. ვაფშე ვერ განასხვავებ. ხო. აი მიმიკებით და რაღაცებით. მე იმ დღეს ვეუბნები აკი უნდა აუხსნა ამ შულს აკა შეღებ ესა აკა ბოლტი გამოაძრე და ასვარკე ისაქენი ველაპარაკამეს რა აკი this crew კესელი ინგლისური დღეს იმენა ცუდად პაჟალუსტა და რუსული გესწრა რა ეს ტიპი დგას და ყლე ეთქობა ვიღაცა მასწავლა შეჩემა ვიღაცა შენნაირმა არა რა ჩვენა მარტო ყლე იცოდა შეჩემა ბიჭო, ეს უყურებ ხა ამასო ფეთო ბოზიშვილი იყო, ვანახო ყლე. მე მოვიდა ეს რუსული ვიცის. ის იქიდან დაიწყო კეთება, გააკეთა. წავიდა. ლე შენზე თქვა კაცო? ბიჭო, რავი, ყლეო, შეჩე მოვიდა. ამას ხო უხსნიდი, ვითომ იგებდა და უცებ, აი რა მოელანდა, არ ვიცი. მე რო ვიცი ხო, ყლე ან ასწავლის როგორც ვიცი, ან გავიგე. იმიტომ რომ სადღაც მაგ კონტექსტში იხმარა, ყლე მიბმულად რა. მე კიდე პირო მისვლას მაგ. მან დაყავს დატოვებული მანქანა. ფეხი თუ შედგა გამოხედა, ყლე დაიძახა კიდე. აი ხა შეიძლება შეგეძახიან, მარტო შენ გეძახიან ყლეს თუ სხვასაც ეძახიან. ჩემი მანქანით წავალ მანდრეინ რომ მითხრა რა მანქანა ყავს? F150 Raptor. ო შენ ბევრ ადგილას ახო. F1 რო გაჩუქეს ეგ არის? ხო. კარლაინმა მაჩუკა. ეხა გამომიჭრი საჩქო, მაგრამ კარლაინმა მაჩუკა. მე რატო არ ჩუქნის არა. კაი, ეტას ჩინური წაიღე ქვეყანა. ყველას აჩუქეს, ყველას ჩინური აჩუქეს, მე გადავები? ვის აჩუქეს? დანილის ხო აჩუქეს. არის, შენ. გათამაძეს აჩუქეს. ბოზიშვილი ხო? მე მინდა მანქანის გამოცვლა. შენ ჩინური მანქანით გაიჩიტები და ჩემ თუ აჩუქე.
იქნები. მათ არ არის? და კაი შეკითხვა. ვაფშე ხმაც იმენა დამოკიდებულებას შევცვლი ამის რა. თვალში მეტი. მოიცა თუ აჩუქეს მაინც? მაინც ყლეზე კიდია. რატო გაყიდის და მორჩა? აუ, ყლეზე კიდია. ესეთი ვერ გაყიდის, ჩინური მანქანა თუ აჩუქეს, იმ პირობით აჩუქებენ უნდა იაროს და უნდა აქოს ყველა ვიდეოში. რა მაგარია, რა მერე რა. მანქანა და რატო უნდა აქოს? რომელი ყველა ჩინური ვაფშე ყველა. ბიჭო, მე თუ ვიძახი რა ფოთქს ყლეობა არის და ჩინურზე ხო და მომისმინე. მანქანაც ანუ მე ეცემა, რა მოთხი თუ ვიყიდე შენ. რა მოთხი თუ ვიყიდე შენ თვალში პატივისცემას ვკარგავ? ჩინური მანქანა თუ ვიყიდე? ამის თვალში რა. იყიდე გერმანული იყიდე. შენ არა ხარ. და ჩართე დოიჩლანდი. უნდა იარო რა. როგორით? ჩინური მანქანა თუ იარო ეგ ტიპი არა ხარ. რა მოუხდება ბა თქვენ? შენ ხარ იუთუბერი, პირიქით აი ჰიტარასთან ხოდიან ისეთი ბაზარია. მანქანა, რომ ტიპი რომ დაგინახავს, გამოყლებს, რომ ესე იგი YouTube-ი შეიძლება და იმასაც სრულული გაუშვეს. სუპრათი უნდა იყოს. ადრე რომ Q-net იყო ხოლმე გახსოვს, ნოვრები Q-net-ის დედა შევეცი. ნოვრები, სკემერები რო იყო, როგორ Tesla მანქანებს ვქოთ Q-net რომ ამითი ვიყიდეთ. აი ეგ ტიპი ხარ, როგორ წესიერ განზომილებაში. მახარ მომისმინე. მე არ ვარ მანქანა. არც რაც მაცვია ის არა ვარ. გავიგე. მე ვარ მე. ვიცი, ის ვილოტი შაური იყო. კიდე კაი ეგ არ ვარ, რაც მაცვია, ხო? ხო და აბა რა გინდა ვერ გავიგე ხა. სო რა ოთხს ვეძებთ? ჰა? ვარიანტად არ ვიხილავ. ჰა? Fusions? ხო. კაცი სამს გაძლევ და წავიღებ. ბიჭო, Mazda უკეთესი არის. ცოტაა ძმო. მაგ თემაში. ჯი რა გინდა შეჩემა? გააფუჭებს, დალეწავს. არა, ყლეზე კიდე არის. ამ მართალი ყოფილი არის ეგ ასე გამოდის. არა. ვისაც ვერ წახვალ. მომისი, $3,000 ვიყიდი მაგ მანქანას. რატო? ჯერად გინდა და მე მე გინდა. მინდა რომ კალასგან $3,000 მანქანა ვიყიდე. ანუ YouTube-ზე უნდა გადაიღო რომ კალას მანქანა ვიყიდე და ტრაკ გადავაგდე ჩემში ხრამში. ესე კაი კონტენტი იქნება. გადასარევდი. არა, მე რომ გამომარიაჟი და ძვირად გავყიდო. და 4 ბევრია შეჭე. რატო არის ბევრი? კარ ვარ გაისო როგორ. კავრობ კარცეთ Fusions არ ვარ. 3 რა. არა, 3 ძალიან. 3.5 ვარ და შევთანხმდით. 4. კაცი 3 და 8. რა ღირს? აი ძმობას გაბიცებ 5. რა 5? კარგი, მდგომარეობაში 5. ხო, ხო და $1,000 გიკლებ რა გინდა? არა, 5-ად ვკდი, კარგი მდგომარეობაში შესაძაკ არა, დედა მული. 3.5-ად მომეცი რა, 3 და 5-ად. 4. არა მაქვს 4. ყოფილი მოგცემთ. ბიჭო, მე დაგიმატებ და ისა დავით. მოიტა რა 3.5-ად რა. 4. 4 და ჩავუვარ. არა მაქვს შეჩემა რა. რა არა გაქვს შეჩემა, რა არა გაქვს. შემდეგ გადაცემაში მომაქვს 3.5 და მანქანას მაძლევ. აი ხო უნდა დავტოვო მანქანა. მე ჩამოვართ. რა რა პირობით მანქანი თივლის სანამ ახალი მანქანა არ ჩამოგივა. შვენიერი. და ამ ფულს გამოვაკლებთ იმ მანქანის ღირებულებას. შვენიერი. 4 შეჩემა. არა მაქვს კალაბო. რატო გეცინება რომ არა მაქვს? არა მაქვს რატო გეცინება? აი მე ვაჭრები ნახევარზე და რაღაცაზე რა. აი $500. შენ რომ მითხარ რომ მახარ განათლება მჭირდება 3 მაქვს. აი და მე რო დავიწყო რომ 3.5. რო არ კონდეს მე ვიყო ტრაკი თუ მე თქვა რომ ბუმი რომ მოკიდე. შენ ძას რომ ბუმი მივყიდე. ხო. რა მე უთხარი არ დააკლდება თქო? რამდენი თქო? ამდენიო. წაიღე თქო. აი ეგ იყო ჩვენი კომუნიკაცია. ეგ არის მაკაცობა, ეგრე მესმის მე. ბაზარია. და შენ რა გინდა ეს მანქანა შეჩემა მართლა უნდა მაინტერესებს? გამოვიშვა ტრაქში ჯერ რა. მე უნდა გავაკეთო და ძვირად გავყიდო და გითხარ რომ რა ყლე ხარ 3.5-ად რათა მომეცი 5-ად გავყიდე მეთქი. აი მაგიტო მინდა. გულწრფელად ეგრე არის. კარში შემდეგში მოვიტან 3.5-ს და აქ დავილაპარაკოთ. ჩემ ნალი კიდე? ჩემს მანქანა. აი გამარები დავიღე. მანდრი კაი კაცი ყოფილ ხარ რა. ყოფილ ვარ? ესე ვამთავრებთ ხოლმე რომ კაი კაცი ყოფილ ხარ, მაგრამ ცოტა ომიზნო. კიდე გეშლებ ხო რა. რესტორანი ისეთ რა, ანუ შენ გონია რომ ისე ხარ ადამიანებთან რომ შეგიძლია რაღაცა ეგეთი უთხრა, მაგრამ ხანდახან შენ ნათქვამი ცუდად ჟღერდება ხოლმე რა. ჩვენ ახლა ვიგებთ იმიტომ რომ მომავალი ჩვენი ძმაკაცი ხარ და რაღაცა მე რა ფოთქის ფლობელებს ბოდიშ ვუხდი, ჩემ ძმაკაცას ვუხდი ბოდიშ. პირიქით ის არის და პროსტა ეგ არის ერთადერთი. მაგას თუ შეცვლდი, იდეალურ სასურველი მამაკაცი იქნებოდი ალბათ, თუმცა უკვე ვერა. ვეღა ხო, უკვე ვერა. ვერა. კომენტარებში მეწერენ რას გავხარო და ვერა. აუზაიო, სიმართლეა ეგ. ხალხი არა, წონაში დასაკლები გაქვს. ვიცი. ჩემი არის. წონაში და ბიჭო, წვერი გავიპარს. სო ვარჯიშს ვიწყებ. ბავშვი ტრაქს მიგავდა სახე რა. რა, ვარჯიშს ვიწყებ. ერთმანეთს რა დამეწერა კომენტარი. ისო, რა ქვია, შენ რო გიყურებო, ბულს გავხარო და მშივდება. და კიდე ტენდერ ნაჭამ იმას გავხარო. მაჟორიტარს. ეგ ჩემთვისაც დაუწერე ხე. და კაია. დეფიციტი. ბძენია აბარა. აჩკო, ყველაზე ხვალ კიდე ეს გადაცემა. ბიჭო, ხო ვაფშე არ გვისმეს იმენ აი. ეხა ეს გადაცემა აჩკო, ეს კიდე ყველაზე ეს კადრი შასვი. სუეგრეზის ხოლმე შეჩემა, აი იყო ეხა. ხო, ეხა უხდება. ტელეფონში ჩაძვი. კარგია, კარგი. ტელეფონში ჩაძვი. არ დაგიდგავ აქ. ბიჭო, თავისი ავარიის ვიდეოს უყურებს უეჭველი.
აჩი შენ თემები არ ამოვიღეთ. საერთოდ. კი, ეს პატარა ექსპერიმენტი გამოვიდა מחარას ინიციატივით, რომელიც ხალხმა შეაფასოს. მე მომეწონა გადაცემა, ძალიან ხალისიანი. უბრალოდ מחარას დომინანტი იყო. საინტერესო არა ის იყო. ეს იმიტომ თქვი რომ ხალხო გაჩერდი ეხა ვისატყუე ბიჭო. ეს გადაცემა იყო დაგროვილი מחარას ისტორიები, რომელიც მე გამისწორდა მაგრამ. ძალიან საინტერესო. მეც გავერთე. 1 საათი 5 სიტყვა ვთქვა, მაგრამ მაგრა ვიკაიფე. ჩვენ მეგობრებო, თქვენ ხო აუდიტორი ხართ, ჩვენც ლაივ აუდიტორია ვართ, מחარას რო კარგად იგზნოს თავი. მე მგონია რომ აქ სტუმარი מחარა უფრო ვიდრე. სტუმარი არა, ანუ თვითონ არის ყველაფერი. מחარა გაერჩიც מחარა. ბიჭო, მე მგონია ასე უნდა გავაკეთოთ ეხლა מחარა. ჰაერწოთოვანი გზითაც מחარა. ეხლა მე დამეჯმევა რომ კიდე არაცადე ცოტა. არა, რატო დაგეჯო, კაი იყო. სტუდიასო გავაკეთებთ, შენ პლაკატს კიდე უკან კლეზე მგიდი. თუ არ დავკიდე. მე მოგცემ სტალინის ფორმა რომ ეს. სტალინის ფორმა სტალინის ფორმა სუმინდა ხო. სამომავლო გეგმებზე თუ გინდოდა ლაპარაკი, მე კითხე და შენ აპასუხე. დიდი მადლობა. თუ გინდოდა მაშინ გელაპარაკა. თავიზოზე გეთქვა. შენ თუ რა მოიწურა, გიორგი? ეხა გავაჯვი აქედან. მანდ YouTube არხს ქვია? ბროები. ქართულად. როგორც გინდათ. ინგლისურადაც არის. ბიჭო, ორივე დავწერე, რა ვიცი. ქართულად ბროებს რო ჩაწერთ, საინტერესო კონტენტი კარჩი, აქვს. ერთი სული მაქვს, ორივე მოხვიდეთ, რა პირდაპირ ვიტყვი რა. ერთად უნდა მოვიდეთ? როგორც გინდათ. ერთად უფრო გამისწორდება. პროსტა ჩვენ კაი საუბრლები არ გვაქვს. შენ როგორ გიჩვენია, ერთად მოვიდეთ თუ სათითაო? ორივე გამისწორდება. არა. ხახმა დაწეროს, მე რას მეკითხე. აი შენ როგორ გაგისწორდება? აი ჩეს ორივე ერთად. სათითაოდ. ორნაირად. სათითაოდოს და ერთად. გამოიყენა. ბიჭო, უფრო იცნობ. ამასო სათითაოდ ეთქვა, ესე იგი ერთ ვიდეოს დავდეთ, მეორე ვიდეო. არა, ძმაო, 3 ვიდეო გავაძრე ამ წამს. არა, ორივე გითხრა. საერთოდაც მოდი და ერთადაც. ვერ გაიგე. ხო, მაგას უარესი. გამოყენებაზე ან რო ლაპარაკობდი, ეგეთი ყოფილა. კაი, აქინა საუჭამთ ახლა მითხარ შეედა. აი, ვაზის ტოლმას დარეკა ჩემმა გიორგიმ და სან მოდივართ გიო? სან მოდივარ? შეჩემა საკისრებელი გაქვს მაგაზე გან 2500 არის სადაც ჩემი დედა 2500 ცირამდეა. მეგობრებო, გამოიწერეთ ეს არხი, დაგვიწერეთ ჩემი შტები ოღონდ. გაუნათლებელი იდიოტები და კრეტინები არ გვეძახოთ. ისე და მახინჯები, რასაც მე მეძახეთ. კი ბატონო. გავიგე, ვიცი. და მადლობას გიხდი მოსულისთვის და საინტერესო იყო מחარას მოსმენ ერთად რომ მოსმენდით მე და შენ מחარას. ძალიან საინტერესო ექსპერიენსი. ხო, მე მაგრა გამისწორდა რა. მეც გამისწორდა. ასე რომ სტუდიური გადაცემებით ვაგზელებთ კვლავ შემდეგ გადაცემაც იქნება ეგეთი კოცნით და გეხვევით. აბაჰა დროებით